ეს სოფელი ტობარია. ბატონი აკაკი ზუმაძე თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად სწორედ ამ სოფელში ცხოვრობს. მას 3 შვილი და 6 შვილიშვილი ყავს. ისინიც აქ ცხოვრობენ. ხით მიხედები შავსნა ხო? თორე დაღური. აბასე ჩვენ სკოლისკენ ჰერი ბავშვებო და დამჩენი მერე მოგვაკითხავს. ბაბუს, 5 წუთი დამიცა და ჩანჩას მასვიზა. 500 დაგიცდი და 1000-ს. აბა თქვენი ცით სახში ყოჩაღან მოიქეცით. აგერ უკვე 47 წელია ბატონი კაკო ყოველდღიურად სოფელში სკოლისკენ მიმავალ 8 კილომეტრიან გზას ფარავს. ამჯერად უკვე თავის შვილიშვილებთან ერთად. ფეხი არ დაგიცდეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბატონი კაკო ისევ ხაიში დაბრუნდა და სკოლაში ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლის დღემდე. სამშობლო მიწას ვინც აკუთვნასებს ამ საქართველოს კიდევ აღნიშნებენ რა სონტოვენ საქართველოში ხტოვებენ ხაგან ხო ასეთი საქართველოს ჩემთვის სხვაგან არ არსებობს. ეხლა მე თვითონ პირველი მოწინააღმდეგე ვარ მაგის მაგრამ ლოგიკურად რომ შევხვდეთ დღეს მას უჩვეულოდ ხანმოკლე გაკვეთილი ექნება და ამას თავისი გარკვეული მიზეზი აქვს. ბავშვებო, გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას. დღეს მოგვივლენ სტუმრები ენერგეტიკის სამინისტროდან. ისინი გვინდა თუ არ გვინდა, გვთავაზობენ, კი არ გვთავაზობენ, გვაძალებენ, რომ იძულებით გადაგვასახლონ. აყრა გადასახლება ეს რაღაც ამ ბოლო ხანებში და ჩვენ 35 წლის განმავლობაში როგორც მის ეს სიტყვები ცოტა მივეჩვიეთ თუ არა. რა განსხვავება შაჰ-აბასმა მართალია ძალით აყარა და ირანში ჩახვეტა ქართველები, მაგრამ იგივე ვინც ამყრის მე ჩემ მშობლიურ კუთხიდან მტრად მიმიღია ის ყოველთვის. შეტარდება გარეთ. საიდან წავიდა ეს რიცხვი? და ალბათ შეეხება ყველაზე პრობლემატურ საკითხს, რაც არის ეს კომპენსაციები და განსახლება და კომპენსაციები არა. არ არსებობს ყველა მოსულს მტრად აღვიქვამთ იმ შემთხვევაში თუ დაჟინებით ვილავ გელაპარაკებიან ყოველთვის ხუდონგესი უნდა შენდეს ვინც ამას იძახის ის არა მარტო ხაიშის არა მარტო სვანეთის მთელი საქართველოს მტერია კონკრეტულად გადავალ არ გვინდა დამთავრდეს.
მოგესალმებით ყველას რეალური სივრცის სტუდიიდან. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მძიმე ეთერი გვექნება, იმ ხრივ რომ ძალიან მძიმე თემას ვეხებით. ჩვენ აუცილებლად დავსვამთ შეკითხვებს, რა კეთდება და რა გიჩნდება ხუდონ ჰესის აშენების შემთხვევაში და რა სწონის. აუცილებლად ამის დათვლა შეიძლება მათემატიკურად, ეკონომისტები ამაზე აუცილებლად ისაუბრებენ, მაგრამ პირველად ჩვენ შევეხებით სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. ბატონი კაკო ზურაბაძე დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ, მობრძანდით თუ შეიძლება მიკროფონთან ბატონო კაკო. თუ შეიძლება მოკლედ მოვყვეთ იმის შესახებ, რამდენი სოფელია ხაიშის თემში, რომელსაც მოგესალმებით ყველას. დიდ მადლობას გიძღვნით ყველას, ვინც ფიქრობს და ცდილობს ხაიშისა და სვანეთის გადარჩენისათვის. რამე თუ ხაიშისა და სვანეთის გადარჩენა, ეს იგივე საქართველოს გადარჩენაა. აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო. ხუდონგესი არ უნდა აშენდეს და რატომ? ხუდონგესი ეს არის, მე ვიტყოდი, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი და დღემდე მოდის ეს პროექტი და სამწუხაროდ ახალგაზრდები იმ პროექტს გადკეპნილ გზაზე მოხვებიან და აგრძელებენ იმ მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. მოდით ეს განვიხილოთ მთელი გადაცემის განმავლობაში. ახლა კონკრეტულ შეკითხვებზე უნდა მიპასუხოთ. რამდენი სოფელია ხაიშის თემში? 19. რამდენი იტბორება და რამდენს არ ეხება ეს ყველაფერი? 7 და დანარჩენს წყალი არ მიადგება, მაგრამ ეს ისეთი პატარა სოფლებია, რომ სოფელს ვეძახით 3 ოჯახისაგან შემდგარ პატარა დასახლებას. მიკროფონთან ახლოს. რამდენი ადამიანი უნდა გადასახლდეს და ყველას ეხება თუ არა ეს ყველაფერი? 180 კომლი უნდა გადასახლდეს. დიახ. გადასახლებას 180 კომლი ექვემდებარება და დანარჩენი ისეთ ადგილას ცხოვრობენ, რომ ეს ძირითადი სოფელი რო არ იქნება, ისინი თავისთავად თუ არ გადაასახლეს, თვითონ აიყრებიან და წავდნენ, იქ ვერ გაძლებენ. იმიტომ რომ არ იქნება არც ბაღი, არც სკოლა, არც ამბულატორია. 3 ოჯახისათვის რა უნდა იყოს? არაფერი არის. ბატონო კაკო, თქვენი სახლი იტბორება კონკრეტულად თქვენი? სახლს არ მიადგება წყალი, მაგრამ ისე ახლოს იქნება წყალი და მისი უარყოფითი გავლენა, რომ იქ გაძლება ალბათ ძალიან გაჭირდება. აბსოლუტურად ყველა ერთი და იგივეს ფიქრობს ხაიში, თუ არიან ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა არიან, მაგრამ ძალიან მცირე პროცენტი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით პოზიცია ოპოზიციაში ხშირად ძმები ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრს დგანან. საქართველოს ისტორიიდან ერეკლე მეორე და ალექსანდრე მისი უფროსი ვაჟი ერთი რუსეთისკენ იქაჩებოდა, მეორე ირანისკენ. ამაზე დიდი ფიგურა საქართველოს იშვიათად ყოლია და თუ არა სვანეთში, რა თქმა უნდა არიან ამის მომხრეებიც, მაგრამ აქ ფული აბრმავებს დღეს არა მარტო რიგით მოქალაქეებს, არამედ სამინისტროებში ჩვენ სამწუხაროდ რომ ფული ბევრს უბნევს გზას დაყო. ბატონო კაკო, რატომ ხართ აი ესეთი წინააღმდეგი ხუდონ ჰესის აშენების? გააქვთ მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ არ გინდათ რომ აშენდეს ხუდონ ჰესი? რა არის ეს არგუმენტი? მაგის პასუხი ძალიან იოლია. იმიტომ ვარ ამის ასე თავდადებით მოწინააღმდეგე, რომ ხუდონგესი რომ აშენდება, ყველასათვის ცნობილია, მით უმეტეს ენერგეტიკის სამინისტროში და მე მგონი ყველა ქართველისათვის, რომ ხუდონგეს რიგით ენგურზე 4 გესი უნდა მოხვდეს, 4 გესის მშენებლობა. ახალხან დაგეგმილი ნენსკრა გესის მიემატება და სულ 7 გესი გამოვა ენგურის აულში. უბრალოდ ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება. მოდით მაინც სპეციალისტებსაც დავეკითხოთ ბატონო კაკო, რამდენად იქნება ეს კატასტროფის. ბატონო ილია ელოშვილი, გთხოვთ მობრძანდეთ, აუცილებლად უნდა გამობრძანდეთ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისათვის, რომ მობრძანდით, იმიტომ რომ თქვენი მოსაზრება ყველაზე მეტად გვაინტერესებს, თავისთავად ცხადია. აი ეს 2 მიკროფონი უნდა დაეკავებინათ ტრანსელექტრიკას წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ჩვენთან სტუდიაში არ მოვიდნენ. თავისთავად ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი, რომ მათთვის ძალიან კარგი იქნებოდა შეხვედროდნენ მოსახლეობის იმ ნაწილს. საპატიო მიზეზები ჰქონდათ ნამდვილად ერთ-ერთ ოჯახური პრობლემები აქვს. ხო, მაგრამ ერთი ადამიანი არ მუშაობს ტრანსელექტრიკაში, ხო მართალია. ამიტომ კარგი იქნებოდა ისინი აქ ყოფილიყვნენ თქვენთან ერთად. ბატონო ლია, მე მაინტერესებს პირველი ერთი შეკითხვა მაქვს.
არის თუ არა ჰუდონ ჰესი სტრატეგიული ობიექტი საქართველოსთვის? მოგესალმებით, მივესალმებით ნავთელ საზოგადოებას, ყველას ვინც უჭერს ხარს, ვინც არ უჭერს ხარს, ხაიშელებს, რომელსაც მე უკვე გავიცანი კარგად ისინი და გეტყვით რომ დიახ, ეს არის სტრატეგიული ობიექტი სახელმწიფოსთვის. რამდენად უნდა იყოს მაშინ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მისი ინტერესების თუ სრული არა, ნაწილობრივ და უფრო მეტი გათვალისწინება? მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ცალკეულად როგორც ხუდონ ჰესი, რამდენად მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ზოგადად, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს სტრატეგიულ პროექტებს, ამას აუცილებლად მოყვება მომავალშიც განსახლება. ეს იქნება რკინიგზის მშენებლობის დროს, თუ მილსადენების მშენებლობის დროს, თუ გადამცემი ხაზების მშენებლობის დროს. და ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენ თავს, როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, იქ სადაც საერთოდ არ ხორციელდება განსახლება, საერთოდ არ კეთდება ესეთი რაღაცა. რატომ სოფლიო სტატისტიკა არსებობს, როდესაც დიდი ჰესების მშენებლობის შემთხვევაში გაითვალისწინეს მოსახლეობის არსებობა და ჰესების სიმაღლე შეამცირეს და ამით სწორედ დატოვებას. კი. სად კონკრეტულად? ეს მოხდა ზუსტად რუსეთში თუ არ ვცდები, ნორვეგიაში მოხდა და ავსტრიაში ესეც. თქვენ კონკრეტულ მაგალითს ვერ მისახელებთ და მე გეტყვით რომ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების და დამერწმუნეთ რომ ჩვენ არა ვართ რაღაც ცივსისხლიანი ჩინოვნიკები, რომლებიც ხოლმე ახლა ფიქრობენ როგორ დავტოვოთ ეს სოფლები. სამწუხაროდ ალტერნატივა რომელიც არსებობს დღესდღეობით იქ ის არის შეუცვლელი. ეს კიდევ ერთხელ ვიზახი სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამაზე პირადად მე, მაგრამ გამორიცხულია მისი შეცვლა. ხო, აი ზუსტად ეს მაინტერესებს ახლა რამდენი იმუშავეთ მაპატიეთ, ეს უნდა გავარკვიოთ აუცილებლად. არსებობს თუ არა იმ ადამიანების განსახლების გეგმა, რომლებიც არ ხვდებიან აი ამ ზონაში, დატბორვის ზონაში. ადამიანები, რომლებიც არ ხვდებიან დატბორვის ზონაში, მათ აუცილებლად შეექმნათ ყველა ის პირობა, რომ მაქსიმალურად იცხოვრონ კომფორტულად იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობენ. თქვენ ნახეთ აი ამ სიუჟეტიდან რა პირობებში უხდებათ მათ ცხოვრება, ხა 8 კილომეტრი ყოველდღეს სკოლაში სიარული, ზამთარში დარწმუნებული ვარ, საკმაოდ რთული პირობებია. სახელმწიფო შეიძლებოდა ეზრუნა ამ პირობების გასაუმჯობესებლად ამ ადამიანებისთვის, არა ვარ მართალი? დიახ, თუნდაც შეიძლება ჩვენ ვიზრუნოთ კიდევაც ამაზე, მაგრამ მე თქვენ გეუბნებით რომ ეს ყველაფერი მოხდება ამ პროექტის ფარგლებში. ეს ოჯახები ახლა რომ იყვნენ საერთოდ ეს სოფლები იმ მდგომარეობაში როგორც არიან და საერთოდ ხუდონ ჰესი არ არსებობდეს, დამერწმუნეთ რომ ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ მასზე, ისევე როგორც ზრუნავთ იმ 40 უშუქო სოფელზე, რომელსაც ვაწვდით დღესდღეობით შუქს, ისევე როგორც ზრუნავთ იმ უგაზო სოფლებზე, რომლებიც არსებობენ. შესაბამისად, ახლა ეს ცოტა ისეთი კითხვა დამერწმუნეთ, რომ ახლა უნდა ეზრუნა, დიახ, უნდა ეზრუნა. ამისთვის 30 წელი ხომ სახელმწიფოს არ უნდა გაგცეთ პასუხი გასაგები. უბრალოდ მე მაინტერესებს, არსებობს თუ არა დოკუმენტურად დასაბუთებული რაიმე გეგმა, რომელიც გულისხმობს ამ ადამიანების განსახლებას, სად, რომელ სოფელში, რომელ ადგილას და დოკუმენტურად მატერიალური პასუხისმგებლობაც ამ ადამიანების წინაშე ვის მიაკითხონ იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდება მათი პირობები. ეს ამ ადამიანთან დაკავშირებით, აი ამ განსახლების გეგმასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას ტრანსელექტრიკასთან, რომელიც ითვალისწინებს, რომ სოფლიო ბანკის 4.12 წესებით უნდა შესრულდეს განსახლება. შესაბამისად, ეს არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს დღესდღეობით სოფლიოში და ჩვენ აუცილებლად სახელმწიფო აი გარანტიას ვიძლევით ამისა, რომ ტრანსელექტრიკა აი ზუსტად შესრულდება 4.12. აბსოლუტურ გარანტიას ვიძლევით ამისა. შეიძლება ამ წუთას ეს ყველაფერი ჯერ არ არის მოპოვებული. თქვენ ამბობთ, რომ მარტში უნდა დაიწყოს მშენებლობა. მარტში თუ მშენებლობა უნდა დაიწყოს, ყველაზე ცოტა უნდა არსებობდეს უკვე ეს განსახლების გეგმა. ამაში მეთანხმებით? არ გეთანხმებით, იმიტომ რომ დრო კიდევ არის, დაახლოებით 6 თვე არის იმისთვის, რომ ამ 184 ოჯახში უნდა მოხდეს ინდივიდუალურად თითოეულ ოჯახთან შესვლა, ინვენტარიზაცია რაც თავარია, გაგება თუ რა გააჩნიათ. 4.12 ფარგლებში გასაგებია. და დასრულება ამ ყველაფერს. ეხთ შესაბამისად, როდესაც ეს გეგმა დასრულდება, ჩვენ უკვე გვეცოდინება მთლიანი სურათი, თუ რა მდგომარეობაა დღესდღეობით იმ სოფელში და შესაბამისად ჩვენ უკვე ვიხელმძღვანელებთ აი ამ სტრატეგიით, რომელიც დაიდება ამ გეგმის თანახმად. კი ბატონო, ქალბატონი მარინა ქოჩლაძე. თუ შეიძლება წეღანდელ საუბართან დაკავშირებით, ქალბატონო, თუ არსებობს რაიმე მაგალითი იმისათვის, რომ შეიცვალა ალტერნატივა. სულ ახლახან მაგალითად ვიეტნამში შემიძლია დავასახელო უარყოფილი იქნა 2 ჰიდროელექტროსადგური 135 მეგავატიანი დონგნაის და 106 მეგავატიანი დონგნაი 6A ჰესი. ამათი უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ პირველი მდებარეობდა ახლოს ქეთთინის ეროვნულ პარკთან და იტბორებოდა 625 ჰექტარი ტყე. მათ შორის 128 ჰექტარი იყო დაცული ტერიტორიის, ხოლო მეორე უარყოფილი იყო იმის გამო, რომ შესაძლოა საფრთხე შექმნა ბაუსაუს ჭაობს, რომელიც შეტანილი არის დაცულ ტერიტორიებში. ანალოგიურ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ გააუქმა დაცული ტერიტორიები. შარში 2011 წელს ეს იყო
ყაზბეგის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიის ნაწილი და კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ნაწილი. მადლობა. და როდესაც საუბრობთ, თუ შეიძლება ორ სიტყვას ვიტყვი, როდესაც საუბრობთ საერთაშორისო სტანდარტებზე, თხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც წერია საერთაშორისო ლიტერატურაში. თანამედროვე ლიტერატურაში ნებისმიერში ანაბანას დონეზე სადაც წერია ჰიდროელექტროსადგურების განვითარების ისტორია, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურების ისტორია მოიცავს 3 ერას. პირველი ერა ეს იყო 1970 წლამდე, რომელსაც ეწოდებოდა ეგრეთ წოდებული საინჟირო, ანუ ტექნოკრატიული ერა, როდესაც ძირითადი პრიორიტეტი იყო რესურსების მაქსიმალური ათვისება და მდინარეს მიაჩნდათ, რომ აქვს მარტო სანიტარული ფუნქცია. მეორე ერა 1970-დან 1990 წლამდე. ეს სოფლიოში ასე ხდებოდა. როდესაც სხვა თვალით შეხედეს და ამ ერას ეწოდება ეგრეთ წოდებული ეკოლოგიური ერა, როდესაც გარემოს დაცვით საკითხებს და თანამედროვე ერა 1990 წლიდან დღევანდლამდე, რომელსაც ეწოდება ჰესების შენებლობის სოციალურ-ეკოლოგიური ერა. ჩვენ სწორედ სოციალურ თემებზე გვინდა გავაგზავნოთ სოციალურ-ეკოლოგიურ ერაში, მაგრამ კი ბატონო, კი ბატონო, საერთოდ ეს ენერგეტიკოსები, რომელსაც ამას ჩარჩენილი არიან 70-იან წლებში, აი მას სრული პასუხისმგებლობით და ეს არ მარტო მე ვიძახი. წინა კვირას იყო USAID-ის ძალიან კარგი პრეზენტაცია და UNESCO-ს წყლის დიდი მადლობა. წყლის დავასრულებ შეიძლება. წყლის ინსტიტუტის პროფესორმა ზუსტად ეს მოგვახსენა და ამას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. კი ბატონო, ირაკლი მაჭარაშვილი იყო ჩვენთან ერთი წამი. ვიეტნამის გამოცდილება არ ვიცი რამდენად მისაღები იქნება ჩვენც, მაგრამ მე გეტყვით. არა, ეს არის სოციალური. მე გისმენდი თქვენ. მე გისმენდი. არა, უნდა უცმინოთ ერთმანეთს აუცილებლად. ეს იქნება ჩემი მოთხოვნა. ესე იგი, გეტყვით უბრალოდ ძალიან უკეთ რატომ არ შეიძლება იქ სხვა ალტერნატივაზე გასვლა, იგივე როგორც არის თქვა დაწევა კაშხლის და ამ შემდეგ. ჩვენ თუ კი დავწევთ ამ კაშხალს, ჩვენ კარგავთ იმ სიმძლავრეს, რომელიც მაქსიმუმ სიმძლავრეს, რომელიც ამ წერტილში გააჩნია ენგურის დინარეს. ვერც ერთი მთავრობა ვერ აიღებს ამაზე თავის თავზე პასუხისმგებლობას. ერთი წუთით რა, მე გისმენდი და ძალიან ერთი წამით, მე აბსოლუტურად სხვა კითხვით მინდოდა დამეწყო. ძალიან გთხოვთ რა, პირველ რიგში მე მინდა ქალბატონ ანას ვკითხო, მადლობთ მიღებულია თქვენი პასუხი. რამდენად სწორია, როდესაც მარტში უნდა დაიწყოს მშენებლობა ეს არ არის სწორედ და სწორედ უკვე იმ ხელშეკრულების დარღვევა, რომელსაც ამ წლის აპრილში მოაწერა ხელი ენერგეტიკის სამინისტრომ. მოკლედ ვიტყვი ერთ რამეს. ჩვენ დავიწყეთ იმით საით მივდივართ და როგორ ვაპირებთ, რომ განსახლება გქონდეს თუ არა და მე გეტყვით, რომ უკანასკნელი კაშხლების მიერ გამოწვეული გადასახლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც გადაასახლეს 5000 ადამიანი, მათ შორის მკვიდრი მოსახლეობა მოხდა 1970-იან წლებში. მას მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში განსახლება აი ამ მასშტაბის რა მასშტაბისასაც ჩვენ ვხედავთ ხუდონის შემთხვევაში არ მომხდარა. შესაბამისად, როცა ვიძახით საით მივდივართ, ალბათ ვსვავთ კითხვას. მივდივართ ჩვენ ვიეტნამისკენ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰილარი კლინტონი თხოვს მათ, რომ შეწყვიტოს კასკადების მშენებლობა, თუ მივდივართ ევროპისკენ, ნორვეგიისკენ, თუ ასე შემდეგ, სადაც ადამიანი და მისი ესა და ყველაფრის დაწევა შეიძლება, როდესაც პრიორიტეტი არის ადამიანი. 4.12 უკვე დარღვეულია და ჩვენ მას ეხლა ვეღარ დავეწებით. გარდა ამისა, 4.12-ის გარდა საქართველოს არის გაეროს ეკონომიკურ, სოციალური და კულტურული უფლებების კონვენციის მხარე და ჩვენ გვევალება, რომ ჩვენ განსახლება განვახორციელოთ მისი სტანდარტებით. ამ შემთხვევაში ეს სტანდარტებიც უკვე დარღვეულია. შეიძლება უკაცრავად ამერიკა 1970-იან წლებში, მე როგორც ვიცი, ლას-ვეგასი ჰქონდა უკვე და არ ამგონია, რომ იქ ერთსულ მოხმარება ერთსულ აბონენტზე 2000 კილოვატ-საათი ჰქონდა წელიწადში, ისე დღეს როგორც ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, მათ შეიძლება მიცეს თავის ამის ფუფუნება, ქალბატონო მანანა. ხოლო რაც შეეხება ჩვენ და ასევე მე მგონი ისინი რუსეთიდან აყიდულობდნენ ელექტროენერგიას ზამთარში, ხო, ამერიკა იმპერიოდში. ამიტომ ყველას აქვს თავისი განვითარების ეტაპები და ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ენერგეტიკას და ეკონომიკაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავის არ სიამოვნებს, რა თქმა უნდა, ამ სოფლების, ასე ვთქვათ, განსახლება, მაგრამ ჩვენთვის ეს პროექტი არის სასიცოცხლო. ანუ მე როგორც მივხვდი, განსახლების გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს და კიდევ მაინტერესებს. შეიძლება განსახლების გეგმას კიდევ ერთხელ გითხარით, უკვე დაქირავებული არის საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე კომპანია რეფანი. გასაგებია, მაგრამ არის უკვე ეს გეგმა. როცა იქნება გეგმა, მაშინ მოხდება განსახლება. ხო, ანუ ეს არის. ანუ ჩვენ როცა ვამბობთ კატეგორიულად, რომ ჩვენ მარტში ვიწყებთ მშენებლობას, მარტში ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას იმ შემთხვევაში, თუ განსახლების გეგმა იქნება. იმ შემთხვევაში, გასაგებია. გისმენთ ნინო გისმენთ ჩხობაზე დამატება 4.12-ის მიხედვით ყველა ის ადამიანის რომელიც არის მოქცეული
არაპირდაპირ არის დაზარალებული, მათაც იმავე კომპენსაცია უნდა მიეცეს, რაც სხვებსაც და იმ terms of reference-ში, რაც მოგვახსენა დაქირავებულმა საერთაშორისო კომპანიამ, ნათლად არის ნაჩვენები, რომ მხოლოდ პირდაპირ დაზარალებულებს შეეხებათ კომპენსაცია და განსახლება. კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩვენ ვიქნებით გარანტი თქვენთან ერთად სხვათა შორის, რომ ეს ძალიან კარგი იდეა თუ თქვენ ერთად ითანხმებით. თუ შეიძლება ძალიან კარგი, ძალიან სასიხარულო. უკაცრავად. დიდი მადლობა, ყველას მივესალმები, ბატონო ილია, ვიცი როგორ ჩაიწერა ეს 4-12, აქ ზის დარბაზში ბევრი ადამიანი, ვინც იღებდა მონაწილეობას იმაში, რომ ეს გაჩენილიყო მემორანდუმში, იმიტომ რომ სამწუხაროდ წინა წლის წინა პერიოდის მთავრობამ ეს საერთოდ არ გაითვალისწინა, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი. ჩვენ სამწუხაროდ თქვენ კი არ უნდა გეკითხებოდეთ, არამედ უნდა ვეკითხებოდეთ კომპანიას, იმიტომ რომ კომპანიამ აიღო ეს ვალდებულება თავის თავზე და კომპანია უნდა იყოს გარანტი იმისა პირველ რიგში და სახელმწიფო ამ შემთხვევაში ზედამხედველობას უწევს მხოლოდ და მხოლოდ. მე ვიმედოვნებ, რომ ეს განსახლების თვითონ პოლიტიკა შეეხება არა მარტო განსახლების გეგმას კონკრეტულად და იმ ხალხს, რომელიც უნდა განასახლონ, არამედ იმ ხალხსაც, რომლებიც ამ ზონაში ზემოქმედების ქვეშ მოიქცევიან, თუ ეს უნდა იყოს ესე, მაშინ ესე უნდა იყოს და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღელვებს, იგივე სოციალურ-ეკონომიკურ შეფასებაში, ეს არის შრომითი ბანაკები, რომელიც შეიძლება გაჩნდეს იქ დამატებით. ეს კიდე დამატებითი თემაა, ეს უფრო მძიმე თემა შეიძლება აღმოჩნდეს სვანეთისთვის და ჩვენ შეიძლება მართლა სერიოზული პრობლემა მივაყენოთ და ძალიან დიდი ზიანი მივაყენოთ ამით სვანეთს. და კიდევ ერთი, კიდევ ვიმედოვნებ, რომ ამისთვის არ იქნება იგივე პრაქტიკა გამოყენებული, რაც აქამდე იყენებს ეს კომპანია. ის იყენებს 82 წლის პროექტს და ეს არის ის დოკუმენტი, რომლითაც არის გაწერილი განსახლების გეგმა 82 წელს. შეიძლება გამორიცხული ხა მაგ პროექტით კომპანია არ იმუშავებს და მინდა გითხრათ რომ იმედი გვაქვს ბატონო. კი, რა თქმა უნდა, მე თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ფაქტები ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვინდა შტაბ-ბიჭდება შეიქმნას, რომ ჩვენ ვართ დაპირისპირების რეჟიმში, ასეთ ჩვენ თანამშრომლობთ და ჩვენ ვართ საკმაოდ კარგადაც ვითანამშრომლობთ პირველ ეტაპზე, მე ასე ვთვლი, სადაც აი ეს ცვლილებები რაც მოხდა, იყო კოალიცია შეიქმნა რასამთავრობო ორგანიზაციების სამინისტროს ინიციატივით, ჩვენ დავჯექით, დეტალებში გავიარეთ მთელი ხელშეკრულება, ამას დაუთმეთ უამრავი დრო, უამრავი ენერგია, პირადად მე ყოველ შეხვედრაზე ვიყავ თქმის და ვესწრებოდი და საბოლოოდ ჩამოყალიბდით იმ მოთხცვილებაზე, რომელზეც ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი. ხო, რაც შეეხება ახლა შრომით ბანაკის ქალბატონო, თქვენ როცა მინისტრი იყავით, 5 მილიარდიანმა პროექტმა გაიარა, მე აბსოლუტურად გათანხმებით, ეს პასუხისგებლობას იმ შემთხვევაში პასუხისგებლობას მთავრობა იღებდა თავის თავზე. ამიტომ აქ არის ცოტა სხვა მომენტი. ის იყო მართლაც სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტი. მოდით რა წინა და კიდე უფრო წინა უბრალოდ წინ გავდეთ. კი არ ვაყვედრი, მე უბრალოდ ვახსენე. ძალიან ძლიერი მინისტრი იყო, ამას ხაზი მინდა გაუსვა. შრომითი ბანაკები იქნება სერიოზული პრობლემა ენგურმა ჯვარის წყალსაცავის აშენების დროს. მაშინაც იყო სერიოზული პრობლემა მაშინ და შეიძლება ეხლაც იყოს, ამიტომ რომ მე სამწუხაროდ იმ განხილვაზე, რომ თუ იმას განხილვა ქვია არ ვიცი, იმას რა თქმა უნდა განხილვა არ ქვიო და რაც იყო ქორთეაჩი ბოლო პერიოდში ჩატარებული, რეალურად იქ ვერაფერი არგუმენტი ვერ მოვისმინე ბატონო ილია, საერთოდ კომპანიიდან იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა სოციალურ-ეკონომიკურ შეფასებას. რა მაინტერესებს, რამდენი ადამიანის დასაქმებას აპირებთ აი ამ პროექტში? ადგილობრივი მე შემიძლია უბრალოდ ჩამოგითვალოთ ზოგადად პროექტის დადებითი მხარეები, ალბათ საჭირო იქნება ამის გაკეთება და ჯობია ჩემს მე უბრალოდ აი ამ კონკრეტულ შეკითხვაზე 4000 ადამიანი საერთოდ ჯამში დასაქმდება მშენებლობის დროს. აქედან რამდენი იქნება ადგილობრივი? ჩვენ ვეცდებით რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება მეტი დასაქმდეს ადგილობრივები. მაგრამ კვალიფიკაცია ექნებათ ამ ადამიანებს უკვე. იცით რა, ჩვენ გვაქვს ახლა კარგი პრეცედენტი, რომელიც გვინდა რომ გამოვიყენოთ ყველა სხვა პროექტზე. ნორვეგიული კომპანია, რომელიც ახლა მუშაობს, მათ გადაამზადეს იქ ადგილზე ხალხი და შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ ეს პრაქტიკა დავნერგოთ აქაც და ის სერტიფიცირებული ადგილობრივები, რომლებიც გადამზადებიან, იქნებიან პრივილეგირებულები ყოველთვის სამსახურის მიღებაში. ილია, რაშია ესეც საქმე? ახლა მე მოусმინე, თითქმის ყველა ინტერვიუს მოусმინე, რომელიც გავიდა ამ სხვადასხვა ეთერებში ამ თემასთან დაკავშირებით და იქ იყო ზუსტი ციფრი დასახელებული. დაახლოებით 1200 ადამიანს, 1200 სპეციალისტის შემოყვანა აქვს გადაწყვეტილი კომპანიას ბატონ დავით მირცხულავას ინტერვიუ იყო ზუსტად.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს დემოგრაფიას არ შეცვლის იქ, იმიტომ რომ აი ახლა რადგან მაგალითს შემეკითხებით აუცილებლად მე ეხლა ვეგიპასუხებთ რომ ენგურეზის მშენებლობის შემთხვევაში წარმოიქმნა სრულიად ახალი ქალაქი ჯვარზენი და იქ სრულიად შეიცვალა დემოგრაფია. და ეს ვინდა უცხოელები დასახლდნენ იქ? არა, რუსები, იმიტომ რომ ეს იყო საბჭოთა პერიოდის დროინდელი მშენებლობა თქვენ. არა, ნუ ახლა თქვენ იცით ეს 1200 ადამიანი რომელიც შემოდის, ის ძირითადად არის ძალიან კვალიფიციური კადრი, ანუ ყველაზე მაღალი იერარქია არის სამშენებლო სტრუქტურის, ხო, დასაქმების. შესაბამისად ახლა არ ამგონია ამ ადამიანებს რაღაცეთი მაინდა-მაინც გაუშვით ის სურვილი რომ იქ დასახლდნენ მაინდა-მაინც. 9 წელი უნდა იცხოვრონ და შესაბამისად არა, ერთეულება შეიძლება ხარ არის გამოიწვია ძალიან ექსტრავაგანტული ადამიანები, რომელმაც შეიძლება ეს მოიდონ, მაგრამ ეს მასიურად ახლა როგორც წარმოგიდგენია, საერთაშორისო დონის ექსპერტები ხა დასახლდნენ 1000 ნეტა დასახლდნენ ისე პრინციპში რა არის მაგას თუ ესეთი ადამიანები. რატო ვინც სახლობს იქნებ იმათ შეუწყოთ ხელი. იმათ შეუწყოთ ყველა შეუწყოთ ხელი, ხო? კი ბატონო. დასაქმების ამბავი სულ არ არის ამ შემთხვევაში საინტერესო, იმიტომ რომ ყველა ხაიშელმა და ყველა სვანმა იცის რომ აშენდება ელექტროსადგური, ამით ქვეყნის ეკონომიკა და ენერგეტიკა განმტკიცდება, მაგრამ ეს სოფლების აყრით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ეს. ტერიტორიის ჩაძირვით არ უნდა მოხდეს ეს. როდესაც 4 გესი აშენდება ენგურზე, მეხუთე ნენსკრაზე, ამის მერე იქიდან სვანების გასახლება აიყრებიან თვითონ, არ დაგჭირდებათ რომ ამდენი სამუშაო, ამდენი კომპენსაცია, მანამდე ვერ გაძლებენ ისინი იქ და გაუქმდება სვანეთი. სვანეთი არის ეს უნიკალური ეთნოსის, ბუნებრივი პირობების თუ ბუნების სილამაზის მქონე ქვეყანა და უცხოელები და საზღვარგარეთელები თუ არიან დაინტერესებული, ჩვენ რატო უნდა გამოვიყვანოთ ის მწყობრიდან? ბატონო, თქვენ დაიფიცეთ. გესების კასკადზე რომ ვლაპარაკობნე, ეს ხვალდაზე გარიქნება, მაგრამ ეს რომ მომავლის გეგმაში ჩართული არის და ეს ნახაზი და პროექტები რომ არსებობს, ეს ყველასათვის ნათელია და თუ აშენდა ხუდონგესი, მაშინ წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახული, ასე თქვა კეისარმა თავის დროზე და ეხსნება გზა ამ მდგომარეობას და სვანეთის გაუქმებას. შეიძლება მე აი სამშოვანი თემა თუ შეიძლება გავცე პასუხი. ძალიან ბევრი მოსაუბრე. ბატონ ზურას დაუთმო თქვენი ნება. ხუდონგესით და ხაიშით იფარგლება. სერიოზული თემაა. ნიშნულობა ამ გესის აშენებისა ძალიან შორს მიდის. ჩვენ სტუმრები ყავს ხაიშიდან და ენერგეტიკა მოსახლეობის აყრით გადასახლებით ხაიშის აყრით არ უნდა ჩვენ ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით მე ბატონ ზურანიჟარაძეს ციხეში სანამ კაცი არ ჩააშენეს მანამდე ციხე ვერ აშენდა საქართველოს ενεργეტიკა სოფლების აყრის გარეშე უნდა ბატონ ზურა მადლობთ ბატონ კაკო თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ ადგილი და ბატონ ზურა შეგიძლიათ გავცეთ პასუხი რატომ დადეთ ფიცი ეს იმის ნიშანია რომ თქვენ არ გინდათ საერთოდ უკან დახევა და არანაირი არგუმენტი თქვენზე არ იმოქმედებს ვისაუბრებთ ამ თემაზე სანამ ამ თემას შევეხებოდით მოგესალმებით ყველას მანამდე მინდა ერთი რამ თქვა რომ სახელმწიფო უკვე იზრუნდა და იმ ადგილიდან სადაც ბატონი კაკო ცხოვრობს ტრანსპორტი იმსახურება და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან ამჟამად ბავშვების და კაკო მასწავლებლის ეს ძალიან კარგი მითხრით მეორე რაც შეეხება ბატონ ილიამ რაც ბრძანა როდესაც ინვესტორი არ დაგვეკითხა აბსოლუტურად არაფერს და შარშან წინ დეკემბერში და შარშან აპრილ-მაისში ძირითადად ჩვენი მიწები როგორც კერძო მიწები ასევე საერთო სოფელს აქვს საერთო საძოვარი საერთო გადაფარულია ტრანსელექტრიკას მიერ და შემომივიდა წინადადება მათგან რომ დაგიბრუნებთ მიწებს გამოუშვებთ ამისათვის მუშა ჯგუფს თქვენ შექმნით მონიტორინგის ჯგუფი მაგრამ საქმე რაშია ეხლა გიყვებით მონიტორინგის ჯგუფი შექმნით და გააკონტროლეთ რომ რაღაცეთი რამე არ მოხდეს გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი საქმე იმაში არის რომ ჯგუფი ამოვიდა რამდენიმე დღის უკან გარდა იმისა რომ ბატონ თეგის თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ მიკროფონთან ადგილი გარდა იმისა რომ დაიწყეს მიწების აზომვა დაიწყეს ქონების აღწერაც ეს მიუღებლად მივიჩნიეთ ჩვენ აბსოლუტურად უბრალოდ მოსახლეობამ არ ინდომა მათთან საუბარი კი დავყვებოდით ჩვენ მონიტორინგის ჯგუფი და ფაქტობრივად ისე დამთავრდა რომ წამოვიდა ეს მუშა ჯგუფი იქიდან ამჟამად არც მიწების აზომვა ხდება და არც ქონების აღწერა გასაგები დღეს იყო კიდევ ფინანსური პოლიციის შესვლის შესახებ სხვათა შორის ხაიში პიცის შესახებ დავასრულოთ პიცის შესახებ გადმოვდივართ თქვენზე კი ბატონო გისმენთ ყურადღებით არა თქვით პიცის შესახებ რაც შეეხება პიცს ხა პიცი
ეს ძველი ქართული ტრადიცია და ისტორია, ნებისმიერ დროს, როცა ქართველი მეფეები მიდიოდნენ ბრძოლის ველზე, ხდებოდა ხაზზე დაფიცება, ანუ უფლის წინაშე ფიცის დადება მეფისა და ქვეყნის ერთგულებისათვის. ეს ტრადიცია მთაში თუ შემორჩა, ამაში ცუდს და მიუღებელს მე ვერაფერს ვერ ხედავ პირადად და ვინც ხედავს, ეს მისი მსოფლმხედველობის ბრალი არის ალბათ. რამ გამოიწვია ფიცის დადება? იმდენად იგნორირებული ვიყავით ყველა ინსტანციიდან. აბსოლუტურად ირღვეოდა ჩვენი უფლებები. მე იყო შეხვედრები, იმ შეხვედრებზე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მივიჩნევთ ხუდონესის ამ პარამეტრებით და იმ ადგილზე აშენებას. ინფორმაცია შემდეგ ცენტრში მოდიოდა ისეთი, რომ თითქოს ჩვენ კი წინააღმდეგნი კი ვართ, მაგრამ რადგან საქართველოს ენერგეტიკას ესჭირდება და ქვეყნის მომავალს ესჭირდება, თან ხდებით. ეს იყო ერთი მხარე, რის გამოც ფიცი შედგა და მეორე იყო ის, რომ თვით სვანეთშივე და სვანეთს გარეთაც ვრცელდებოდა ისეთი ხმები, თითქოს ჩვენ ვევაჭრებოდით კომპანიას და გვინდოდა რაღაც აი ფინანსური თამასის აწევა, ანუ მეტი სარგებელი გვინდოდა გვენახა და ამის გამო უძალიანდებოდით. იყო ეს მოსაზრება. ეს მოსაზრება რომ გაგვებათილებინა, სწორედ ამიტომ შედგა ეს და პირველი დაფიცება ეს იყო მიმდინარე წლის 8 მაისს. თავიდან ვიყავით 57, ახლა 100-მდე ვართ უკვე. და ყველა ის ადამიანი იფიცება, ვინც არის, ვთქვათ, ვისი დასახლებაც იტყორება, თუ არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს არ ეხება. პირდაპირ თუ ირიბად ვისაც ეხება. გარდა ამისა, სხვა თემებიდანაც შემოგვიერთდა რამდენიმე ადამიანი, დაახლოებით 4-5 ადამიანი. რას ნიშნავს სვანისთვის ამ ფიცის დადება? ეხლა მე გეტყვით უბრალოდ ფიცის ტექსტში რა გვიწერია. დღესაც მივიჩნევთ და ვერავინ ვერ გადაგვარწმუნებს იმაში, რომ იმ პარამეტრებით ხუდონის აშენება ქვეყნისთვის არ არის ზიანი. არ ვლაპარაკობ მე მხოლოდ ხაიშის თემზე, რომელიც პირველი საუკუნის რუკაზე მოხსენიებულია. როგორც წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნე მოხდებოდა. კი ბატონო. მოხსენიებულია როგორც დასახლებული პუნქტი, ანუ სვანეთის რუკაზე არ არის ჯერ კიდე მესტია მოხსენიებული და უშკული და სხვა ადგილები მოხსენიებულია ხაიში. ხაიშის რუკა ჩვენი შედგენილი ხო არ არის არა. მოხსენიებული როგორც სტრატეგიული ადგილი ეს აფხაზეთის სვანეთთან დაახლოებით ალბათ სადაც გადადიოდა სხვადასხვა გზები და ეს სოფელი ფაქტურად გაქრება. გარდა ამისა, მესტიის რაიონს უზარმაზარი ზიანი მიადგება. ახლა მყინვარების ახლა ეკოლოგები იტყვიან თავისთავად, ორიოდი სიტყვით უბრალოდ ვიტყვი, რომ მყინვარების ნობის ინტენსივობა არის რაღაც კატასტროფული და ამას ბატონ ზურა, ჩვენ ძალიან დიდ დროს დავკარგავთ. ახლა მე მთავარი მაინტერესებს, ეს ნიშნავს, თქვენი დაფიცება ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გადახვალთ არც ერთ შემთხვევაში და არ წახვალთ არანაირ დათმობაზე? მზად ვართ. თუ იქნება მყარი არგუმენტის მოსმენის შანსი. შემოგთავაზებს ინვესტორი თუ სახელმწიფო ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ ჩვენ ვერანაირად ვერ დავთმობთ და ვერანაირად ვერ შევეხებით სვანეთს როგორც საქართველოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ამ ეტაპზე ცხოვრობთ იმ ტერიტორიაზე, ვერ დაუშვებთ, რომ საქართველოს სვანეთიდან მიადგეს სიანი. ამიტომ უკან ვერ დავიხებთ. არ დავიხებთ. შეიძლება ბატონ თეგის მე მინდა ბატონ ილიას გადავცე ახლა სიტყვა და თქვენი მოსაზრებაც გვაინტერესებს. მე მინდა ბატონ გაგოსაც გავცე პასუხი და ასევე ბატონ ზურასაც ბატონ ზურას ძალიან მოკლედ ძალიან მოკლედ არ გამომივიდა იმიტომ ბევრი კითხვები იყო დასმული ამიტომ ცოტა მომიწევს მესმის ბატონი ზურა არ არის ჩემს უცხო ადამიანი ჩვენ ერთად ხაიშიც ყოფილ ვართ სასაფლაოებზეც ყოფილ ვართ ეკლესიასთანაც ყოფილ ვართ და ჭიქაც აგვიწევია ისე როგორც ქართველებს შეშვენის ჩემთვის მე ვთვლი ალად გეუნებით ბატონო ზურა იქ ძალიან ბევრი ინტერესებია რომელსაც მე ვთვლი რომ არ არის ჯანსაღი მაგრამ მე ვთვლი რომ თქვენ ხარ წარმომადგენელი აი იმ ჯანსაღი ინტერესის იმ ნამდვილი პატრიოტის რომელიც რეალურად ის სწორად უყურებს იმიტომ რომ მას არ უნდა თავისი სახლიდან გადასახლება და ამიტომ მე თქვენი კარგად მესმის ასე ვთქვათ მაგრამ მე კიდევ ასევე გეტყვით რომ ის რომ თქვენ დაიფიცეთ ხატზე ეს რა თქმა უნდა თქვენი უფლებაა, თქვენი ნება არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში. ეს დაფიცება არ გაძლევთ, არც ერთ შეფიცულს არ აძლევს იმის უფლებას, რომ გაცდეს კანონის ფარგლებს. არავითარ შემთხვევაში. თუ შეიძლება მე გისმენთ ბატონო ზურა, მე გისმენთ. და მე მინდა გითხრათ რომ ალტერნატივას რაც შეეხება მე როგორც გითხარით იქაც, ისევე გეუბნებით აქაც, რომ ალტერნატივის შემოთავაზება ვერ მოხდება და არ შეიძლება ამ იდეას არ უნდა გამოვიდეთ მაგრამ მე ქაბატონ თამაში ეხლა რაც შეეხება თვითონ ბატონო ზურა რაც შეეხება თვითონ და ბატონო გაკო შემდგომ ასე ვთქვათ განვითარებას კასკადების და რაღაცა ესეთი ფორმით ეხლა თქვენზე არ ვიძახი ზოგადად ხშირად არის ხოლმე რომ აი დაიტბორება მთელი სვანეთი ხო ხუდონჰესის კაშხალი არის ყველაზე დიდი და ის არის 4.8 კვადრატული კილომეტრი. ამაზე ჩვენ მეორე განყოფილება გვაქვს მთლიანად. ეკონომიკური თემა, ანუ რას გვაძლევს ხუდონჰესი? ნესკრას საერთოდ არ გააჩნია კაშხალი, ანუ ნესკრას შემთხვევაში არ დაიპყრობა. ნესკრას თემა საერთოდ არ განვიხილავთ. ნუ გადავალთ მოვლენებს, ნუ გავასწრებ ნესკრაზე. გისმენთ ყურადღება. ოღონდ ძალიან სწრაფი პასუხები, ძალიან ალბათ დასაჭერია, იმიტომ რომ ჩვენ როდესღაც რაღაცა ეტაპზე ვუპირისპირდებოდით ყველანი ხუდონს და სხვა პროექტებს. ანუ როდესაც
ვილაპარაკობთ სახელმწიფოსთან დაპირისპირებაზე, ძალიან მთხოვ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომ გაიაზრონ, რას ნიშნავს, რომ თურმე სახელმწიფოსთან დაპირისპირება არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უფლება. დავუპირისპირდეთ სახელმწიფოს მაშინ, როდესაც მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო არასწორად იქცევა. ეს ერთი. ქალბატონო თამარ, მე ქალბატონ თამარ გურჩიანს უნდა მივცე ახლა სიტყვა. კანონის ფარგლებიდან გასვლის უფლება არ აქვს, არავის ქალბატონო მანანა და მე თამარ გურჩიანთან აუცილებლად უნდა გადავიდე შეკითხვით მაპატიეთ. მოგცემთ ერთ წამს, მოგცემთ თქო ქალბატონ თამარ, ჩვენ ხა კანონზე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე ვისაუბრეთ და მე უფლება დამცველ თამარ გურჩიანს აუცილებლად მინდა ვკითხო. ხომ არ არის აი ეს დისკომუნიკაციის ბრალი ის რომ აი ესე რადიკალურ ჭრილში შევიდა ეს თემა. ხომ არ შეიძლებოდა გაცილებით უფრო მშვიდობიან და უფრო ისეთ გარემოში ყველაფერი დადებულიყო, ყველა არგუმენტი დადებულიყო რა არის ჩვენთვის კი ის თქმის საფუძველი და რას ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად. როგორ ფიქრობთ? ამ კითხვისთვის სწორედ ეს არის ჩვენი პრეტენზიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ანუ სახელმწიფოს არ გაუკეთებია ეგრეთ წოდებული სარგებლისა და ზიანის ანალიზი, ხომ ასეა. სახელმწიფოს ჯერჯერობით არ შეუფასებია რისკები, რაც შეიძლება ესე იგი გარემოზე ზემოქმედების რისკები გქონდეს ამ პროექტს. ის ფაქტი, რომ დღეს ტრანსელექტრიკას წარმომადგენელი აქ არ არის, ასევე ადასტურებს იმას, რომ ეს არის სრულიად მისტერიული ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია, რომელიც კი ნამდვილად მიიღებს კომერციულ ესე იგი სარგებელს ამ პროექტიდან, მაგრამ ეს არ იქნება საჯარო სიკეთე, ეს იქნება მხოლოდ კომერციული სარგებელი ერთი კომპანიისა. ჩვენი პრეტენზია ზუსტად ამას გულისხმობს, გარდა ამისა პრეტენზიები შეიძლება არსებობდეს იგივე იმასთან დაკავშირებითაც, როგორი კომუნიკაციის სტილი აქვს სახელმწიფოს ხაიშელებთან. ეს ძირითადად შედგება დაყოვება დაშინების პოლიტიკისგან და ასევე სახელმწიფო არ ერიდება იმას, რომ ეს ხალხი წარმოაჩინოს როგორც რაღაც ეგზოტიკური ჯგუფი, რომელიც ესე იგი ტექნოლოგიურ პროგრესს ეწინააღმდეგება. ეს არის პრობლემები გარდა ამისა, სახელმწიფოს კი გააჩნია ენერგოუსაფრთხოების ასე ვთქვათ არგუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია, მაგრამ სახელმწიფო ვერ ადასტურებს იმას, თუ რატომ არის ეს პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. 2018 წლამდე, ანუ როდესაც ეს ხუდონჰესი აშენდება, რა გეგმა აქვს მას ენერგოუსაფრთხოებისა? სახელმწიფო ვერ ადასტურებს იმას, რომ ნამდვილად სერიოზული ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ამ პროექტს, ანუ სინამდვილეში გადასახადები, რომელიც იქნება გადახდილი 37 მილიონზე არის საუბარი წელიწადში, იქნება სრულიად უმნიშვნელო კონტრიბუცია სახელმწიფოს ბიუჯეტში. ანუ არც ეკონომიკური, არც ეკოლოგიური, არც სოციალური ეფექტი ამ პროექტს არ გააჩნია, ხომ? მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამ იგივე კერძო საკუთრების საკითხს რო დაუბრუნდეთ, ხომ? სახელმწიფომ ხაიშელების კერძო საკუთრების შემთხვევა არ უნდა განიხილოს როგორც რაღაცა იზოლირებული ტრივიალური კერძო საკუთრების საკითხი. ის რომ კერძო საკუთრებას თქვენ ყიდულობთ, ანუ კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის თემა, მაგალითად იმ საკუთრებისა, რომელიც თქვენ დღეს იყიდეთ, სრულიად სხვა შემთხვევაა და ის კერძო საკუთრება, რომელსაც თქვენი ოჯახი საუკუნეების მანძილზე ფლობს, არის სრულიად სხვა შემთხვევა. ანუ სახელმწიფო უნდა ჰქონდეს სრულიად სხვა მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მასობრივი მიგრაციები თქვენ იცით, რომ ამას იმიტომ ამბობ, ენერგეტიკის მინისტრს ჰქონდა ეს არგუმენტი ერთხელ პირდაპირ ეთერში, მასობრივი მიგრაციები სვანეთის რეგიონიდან ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა იქ სტიქიურ უბედურებას ჰქონდა ადგილი, ხო? ანუ ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ მაშინ ტოვებდა სვანეთს, როცა ის იძულებული იყო და ძალიან დიდი უსინდისობაა, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დღესაც ცდილობს, რომ ესე იგი ხუდონჰესის მშენებლობა წარმოაჩინოს როგორც რაღაც გარდაუვალი ხდომილება, ანუ როგორც რაღაცა სტიქიური უბედურება, რომელიც აიძულებს აუცილებლად ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დატოვოს სვანეთი. გარდა ამისა, ჩვენ 21 საუკუნეში ვაშენებთ, ესე იგი ჰიდროელექტროსადგურს იმ რეგიონში, სადაც ჯერ კიდევ დგას მე-9 და მე-10 საუკუნეში აშენებული კოშკები, ხო ასეა? რომ აღარაფერი ვთქვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და საგანძურზე, რომელიც იქ არის და აუცილებლად იქნება ის მოქცეული საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ როგორც უკვე თქვეს, არა მხოლოდ ჰუდონჰესი უნდა აშენდეს ენგურის ხეობაში, არამედ უნდა აშენდეს კიდევ სხვა 14-მდე ჰესი, ხო ასეა და ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას და აუცილებლად შეცვლის დრამატულად ეკოლოგიურ სურათს. ძალიან დიდი მადლობა. მოგიწოდეთ კორექტულობისკენ პირველ რიგში და კიდევ მოგიწოდეთ რომ იმ საკითხებზე რომელსაც თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, ენერგეტიკა, ეკონომიკა. აი ზუსტად მაგ საკითხებზე შეფასება, თქვენ ანახი გაქვთ შეფასება. თელი მეორე განყოფილება იქნება ეკონომიკური საკითხი. ამიტომ ძალიან ვთქვი, ნუ მე პროფესიით იურისტი ვარ, ჩემო ბატონო. და ძალიან დიდი მადლობა. თამარ, ილია, ძალიან გთხოვთ. ჩვენ მე უშუალოდ დაკავშირებული ადამიანი ვარ ამ თემასთან და თქვენ თუ ჩემი დარწმუნება არ შეგიძლიათ, ესე იგი თქვენთან არის რაღაც პრობლემა და ბატონო ილია, ქალბატონ თამარ, მე ძალიან
დიდი მადლობა მოდის ვიხდი ყველასთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლო შენიშვნა იყო. ქალბატონ თამარ, ჩვენ ძალიან კარგად მომეცით ახლა ესე იგი პასი თუ შეიძლება რუსულ ენაზე მაპატიეთ რომ ვთქვა, მაგრამ ზუსტად ახლა ისეთი მომენტია, როცა ჩვენ უნდა გადავიდეთ სწორედ ეკონომიკურ სარგებელზე, რა შეიძლება ეს იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში ყველაზე სარგებლიანი. ამიტომ ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალ და წარმოგიდგეთ ადამიანს, რომელმაც ერთხელ უკვე ამოთხარა საკუთარი მშობლების საფლავები და გადაიტანა ხაიში, ახლა მას მეორედ უწევს იგივეს გაკეთება. მე ამაზე ტრაგიკული ვერც ვერაფერი წარმომიდგენია და სხვათა შორის ერთმა ეკოლოგმა ძალიან კარგი კითხვა დამისვა, როცა მეც რაღაც შეწინააღმდეგება ვცადე აბსოლუტურად სხვა თემასთან, ამ თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დამისახელოთ რა ღირს ერთი მშობლის უბო. აი, არ ვიცი ეს ძალიან მძიმე. არ მე არა ვარ ხარე. მე სწორედ შეწინააღმდეგების მომენტში მკითხეს ასეთი რა. არა, გასაგებია, მაგრამ ნუ არა, მე მხარე ვარ კანონის. მე ყოველთვის ვიქნები კანონის მხარე. მე ყოველთვის ვიქნები კანონის მხარე და ადამიანის ყველაზე მეტად. ჩვენ ახლა გავდივართ რეკლამაზე და ზუსტად რეკლამის შემდეგ გავაგზავნებთ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარს, არ გადართოთ. დაბრუნდით სტუდიაში. ახლა მე მეორე განყოფილების პირველ სტუმარს ქალბატონ ლალიგელოვანს ვთხოვ მოყვეს თავისი ისტორია, რაც შეეხება იმას, რომ იგი ცხოვრობდა არაჩვეულებრივ სოფელ ლალხორალში. მან უკვე ერთხელ განიცადა ეს, რასაც ქვია გადასახლება, ახლა ხაიში მისი მშობლების საფლავებია და იგივე ემუქრება ამ ადამიანს. მე თქვენი ემოცია მე მესმის რომ ალბათ ძალიან რთული ამ თემაზე საუბარი, თუმცა ადამიანური ფაქტორი ამ შოუში ყოველ შემთხვევაში ყოველთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველ ადგილზე დგომი, ასე რომ ძალიან გთხოვთ ქალბატონ ლალი მოკლედ თქვენი ისტორია და შემდეგ მე აბსოლუტურად ყველას დაუთმობ ძალიან ბევრ და გამოზომილად საკმარის დროს რომ ყველა არგუმენტი იყოს რატომ უნდა აშენდეს და რატომ არ უნდა აშენდეს. გთხოვთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ იმ სოფლის წარმომადგენელი, რომელიც პირველი შეიწირა ხუდონგესმა 80-იან წლებში. მაშინ ჯერ კიდევ უფროს კლასელი ვიყავი, მოსწავლე ვიყავი. და ძალიან მძიმე გასახსენებელი არის ჩემთვის ეს ყოველივე. მქონდა არაჩვეულებრივი ბედნიერი ბავშვობა, თუსადმე დედამიწის ზურგზე ედემი არსებობდა, სწორედ ჩემი სოფელი იყო. მაგრამ პირველი მშენებლობისთვის, რაც იყო საჭირო, უნდა ამას შეეწირა ჩემი სოფელი. მოგთხოვეს იქიდან გადასახლება, ჯერ კიდევ ისე რომ არანაირი ალტერნატიული საცხოვრებელი ჩვენთვის არ მოუწიათ, არა ნაზღაურება. არანაირი კომპენსაცია მაგ პერიოდში მოგვიანებით, ძალიან მოგვიანებით და ისიც მიზერული თანხა. სად უნდა წავსულიყავით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდოდა იქვე ძირითადი სოფელი ხაიში არის, ჩვენ მიმდებარე პატარა სოფელში ვცხოვრობდით. არ გვინდოდა, რა თქმა უნდა, იქიდან წასვლა, საოცავის დატოვება, ახლობლების ნათესავების. იძულებული გავხდით შედარებით მოკრძალებული სახლი. შეგვეძინა სოფელ ხაიში, გადავსულიყავით იქ და დღემდე ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი, ჩემი ძმები ცხოვრობენ იქ. არ მოგცეს არანაირი საშუალება იმისი, არანაირი დახმარება, რომ ჩვენი ნივთები, ჩვენი რაც ოჯახში გაგვაჩნდა, გადაგვეტანა. აფეთქდა მისასვლელი გზა, იქ რა მშენებლობები დაიწყეს, აფეთქებდნენ დღე-დაღამე, მთელი ქვაღორღი სახურავს ეცემოდა, ჩამოდიოდა წვიმა და ფუჭდებოდა უნიკალური ბიბლიოთეკა გელოვანების, რომელთაც დღემდე ვამაყობ და რომლის მხოლოდ ნაწილი გადავარჩინეთ შემდეგ. ჩვენი ხარჯებით, ჩვენი გაჭირვებით გადავიტანეთ ეს, რაც გაგვაჩნდა. დავაზუსტოთ ეს რომელი წელი იყო? 80-იან წლებში იყო. 80-იან წლებში, როცა წამოვიდა სწორედ რუდოლფის. კი ბატონო. გადავასვენეთ ჩვენი წინაპრების სოფელ ხაიში. და ახლა ხართ მოლოდინში, რომ შეიძლება იგივე ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის. ბევრი ტრაგედია გადამიტანია, მას შემდეგ მას იყო ძალიან მძიმე. როცა შენი მამა-პაპის ადგილიდან გასახლებენ ასე ძალიან ძნელია გასახსენებლადაც დღესაც ამდენი წლის შემდეგ ძალიან მძიმეა. გადავასვენეთ ჩვენი მიცვალებულები, ვინც ვერ გადაასვენა მეზობელმა, ისინი საერთოდ დაკარგულია ეს საფლავები. მამამ ვერ აიტანა ეს ყოველივე 48 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ძმები საბჭოთა არმიაში წაიყვანეს რიგრიგობით, კურილის კუნძულებზე თუ კოლის ნახევარკუნძულზე ყველგან ჩემი ძმები იყვნენ. დედა საავადმყოფოში ამ ყოველივეს შემდეგ დღეს
ჩემი ძმები სოფელ ხაიში ცხოვრობენ, აქ უნდა ყოფილიყვნენ, ასე იყო გადაწყვეტილი, მაგრამ დედა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ძალიან რთულია, როცა მშობლის გარდაუვალ დაკარგვას ელოდები, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე არის, მთელი ღამე ვფიქრობდი, რა თქმა უნდა გარდაუვალია დღეს თუ ხვალ მშობელი მიდის და მით უმეტეს ახლა მძიმე ავადმყოფის შემთხვევაში, მაგრამ ფიქრობდი, სად დავასაფლავოთ, როცა გარდაიცვლება, სად დავკრძალოთ მისი ქმარშვილის გვერდით, რომელიც ვაი თუ გადასასვენებელი იყოს. აპატიეთ ამ გამოთქმაზე, მაგრამ ჩვენ მიცვალებულებს სამგზავრო ჩანთებივით აქეთ-იქით ვატარებთ. ვერც ცოცხლებმა მოვისვენეთ ამდენი წლის განმავლობაში, ლამის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და ვერც ჩვენმა მიცვალებულებმა იპოვეს საუკუნო განსასვენებელი. ეს ახლა იმიტომ არ მომიყოლია მე ჩემი ოჯახის ისტორია და არაფერი მიმატებია, მე ასედიც არ მომიყოლია, რომ ეს ერთი ოჯახის ისტორია დღეს საქმე ეხება 200-ზე მეტი ოჯახის ჩაგისწორებთ კაპიტალოვალი, ეს 200 ადამიანის გადასახლებას ეხება დღეს. ეს შეიძლება რიცხვი გაიზარდოს და გეოგრაფიაც გაიზარდოს. არა მხოლოდ ხაიში და დღეს. ხვალ შეიძლება იგივე მოხდეს სხვაგან, კიდე სხვაგან, კიდე სხვაგან. და ეს 200 ადამიანი, 200 ოჯახი არანაირი პერსპექტივა არ არის იმისი, რომ ისინი ჩვენზე ბედნიერი იქნებიან, შეიძლება ჩვენზე უბედურიც იყოს მათში ძალიან ბევრი. იმიტომ რომ ვიცი რა არის ეს არის, ეს ნოსტალგია, ეს უსამართლობა, ეს წინაპრებიდან მოყოლებული ნაფერები მიწის და ხეობის დატოვება და როცა ამას ვხედავთ, რომ ეს ეხება არა მარტო ჩვენ ოჯახებს, არა მარტო ხაის. რამდენიც არ უნდა მარწმუნოს და იძახოს ვინმემ, რომ ეს მხოლოდ ენგურგესი არის, ხუდონგესი არის და დანარჩენზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ ნახევარი საუკუნეა გვესმის, რომ ეს არის საერთოდ კასკადის შენებლობა მთელ ენგურზე და იკარგება უნიკალური მხარე, რომლის სად არის საქართველოში არ არის. ნამდვილად ვეთანხმები იმ გამოთქმას, რომ საქართველოსთვის ხუდონგესის მშენებლობა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სამკვდრო სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი, მაგრამ რა გაგებით? აი ამ გაგებაზე, მისი არაშენება არის საქართველოსთვის სამკვდრო სასიცოცხლო და არა აშენება. მე ამას მილიონჯერ გავიმეორებ. კაპიტალოვალი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა გვინდა ეკონომიკური ასპექტები აუცილებლად გავიაროთ, რომ გამყარდეს ყველა მხარის არგუმენტი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს შეიძლება კონდეს თავისი არგუმენტი. თუ არ შეწუხდებით, დაიკავოთ ადგილი დარბაზში. მე კვლავ ბატონ ილია ელოშვილს ვთხოვ, ბატონ ემზარ ჯგერენაიას, ბატონ გია არაბიძეს გამობძანდნენ ახლა, იმიტომ რომ სწორედ ეკონომიკურ თემებზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა ქალბატონ თამონა შარაშიძესთანაც გარემოს დაცვის საკითხებზე გვექნება უსათუოდეთი შეკითხვა. ქალბატონო ნინო, ბატონო დავით, ქალბატონო ანა, გთხოვთ დაიკავოთ თქვენ. მოპირდაპირე მხარე და დავიწყებთ. კარგით, მე შევეცდები რომ პირველ რიგში ძალიან ძნელი მოსასმენია, რა თქმა უნდა, ქალბატონო და მე არ ფარისებობ და არ ვფიქრობ რომ რაღაცა, იმიტომ ვიძახი რომ სათქმელია. რა თქმა უნდა, ყოველს გვესმის რომ განსახლება ზოგადად და მე ჩემ თავზე წარმოვიდგენ ხოლმე რამდენად ძნელია ეს თქვენი მდგომარეობა. ჩამიყენებია ჩემი თავი, ნამდვილად გეუბნები, გულიდან გეუბნები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ როდესაც ქვეყანა მიდის ვითარდება წინ სამწუხაროდ ესეთი ქმედებები თან ახლავს აი ამ დიდ სტრატეგიულ პროექტებს ძალიან სამწუხაროდ და თქვენ შემთხვევაში თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ თქვენ არასწორად მოგექცენ იმიტომ რომ ძალიან ცუდად გაანგასახლეს თქვენ არასწორი მიდგომები იყო თქვენს მიმართ და ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით და არ არის გამორიცხული რაღაცა ფორმით ჩვენ შევეცადოთ ვინაიდან თქვენ ხვერპლი ხართ ამ პროექტის თქვენზეც ვიზრუნოთ ამ მოლაპარაკების საფუძველზე ინვესტორთან ანუ არც თქვენზე ან იმ ადამიანებზე ვინც წინა პერიოდში განსახლდა. ეხლა რაც შეეხება თვითონ პროექტის სარგებლიანობას. დიახ. ამ პროექტს გააჩნია ორი ძირითადი სარგებელი, ეს არის ერთი წმინდა ენერგეტიკული და მეორე არის წმინდა ეკონომიკური. რაც შეეხება მის ენერგეტიკულ სარგებლიანობას, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ 4 თვე უნდა მათ 4 თვე უნდა მოგვაწყვეტონ ელექტროენერგია ჩვენ ზამთრის პერიოდში და შესაბამისად თქვა დაუშვათ ხა ეს არავინ არის რა თქმა უნდა ჰიდროლოგიაზე დამოკიდებული, მაგრამ დაუშვათ რომ რაღაც 150-დან 170,000 კილოვატ-საათამდე მივიღებთ ამ კონკრეტული პროექტიდან და მისი არსებობა ასევე გამოიწვევს აუცილებლად 300 მილიონი კილოვატ-საათის დამატებას ვარნილი და ენგური ჰესების კასკადზე. შესაბამისად ჩვენ ვიღებთ 500 მილიონამდე კილოვატ-საათ ელექტროენერგიას ხუდონის აშენებით ზამთარში, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, ძირითადად ზამთარში. ფასი
ხუდონის არის 5.84 ცენტი, ხოლო ენგური ვარდნილის ფასი არის 1.18 თეთრი. ძალიან მარტივი არითმეტიკული მანიპულირების არითმეტიკული საშუალოს გამოყვანის შედეგად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, რომ ჩვენ 2018 წელს გვექნება 500 მილიონი კილოვატ-საათი 2.5 ცენტის ღირებულების 1 კილოვატ-საათი 2.5 ცენტის ღირებულების ენერგია. ჩვენ დღეს უკვე ვყიდულობთ ელექტროენერგიას რუსეთიდან დაახლოებით 700 მილიონი კილოვატ-საათს ყოველ ზამთარს და მისი ფასი უკვე არის 6.9 ცენტი, ხოლო ნებისმიერი უარყოფილი ანალიტიკოსი გეტყვით, რომ უახლოეს 60 წელიწადში ის გაიზრდება და ავა დაახლოებით 8-დან 10 ცენტამდე. შესაბამისად, აი ეს ჩანაცვლება ზამთარში, გარდა იმისა, რომ ჩვენ გაგვიაფებს, რა თქმა უნდა, ტარიფებს და მინიმუმ ძალიან სერიოზულად წაეშველება ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებს, ასევე ქვეყანას მინიმუმ დაუზოგავს $50 მილიონ ყოველ წელიწადს, რომელსაც ჩვენ ვიხდით ესეთი ხარკის სახით რუსეთის მიმართ. ასევე მინდა გითხრათ, რომ მე აღარ ვილაპარაკებ იმაზე, თუ რა არის დამოკიდებულება, ამგვარი დამოკიდებულება ენერგეტიკული ნებისმიერ ქვეყანასთან და მით უმეტეს რუსეთთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რაც უნდა უცნაური იყოს, საკმაოდ დღემდე კორექტული პარტნიორები არიან ისინი და აგვისტოს ომის პერიოდშიც კი კავკასიონზე ხდებოდა გადმოდინება და ჩვენ მათ ფულს ვურიცხავდით, მაგრამ მათ ინტერესი ჰქონდათ აფხაზეთში ჩვენი დენის ელექტროენერგიის მიწოდების. ხაბატონინო, არა ეს მათ რა ინტერესები აქვს, ეს არავინ არ იცის და როდის შეწყვიტავენ აი ესეთ ენგურიდან გადის აფხაზეთში ელექტროენერგია. ენგურიდან ელექტროენერგია ყოველთვის გავა. ენგურიდან ყოველთვის გავა, ამას რუსეთი არ ჭირდება. რუსეთის არ ჭირდება, ეს გასვენების მხარეში არ გადის. ეხლა რაც შეეხება, ეს არის ენერგეტიკული სარგებელი, ამის მერე ეს არის ჩვეულებრივი საწარმო, ხო? ანუ დავანებოთ ხამ ენერგეტიკულ. დავუშვათ ეს არის ავეჯის ქარხანა. მას უდგება ყველა ის გადასახადი, რაც არსებობს საქართველოს სახელმწიფოში, ხო? ანუ ეს ესენია საშემოსავლო ქონების, არანაირი მინდა ხაზი გაუსვა, არანაირი შეღავათებით, არანაირი გამონაკლისი მას როგორც საწარმოს არ გააჩნია სახელმწიფოს წინაშე. შესაბამისად, ეხლა ჩამოგიდგენთ. არა, ხუდონზე ვსაუბრობ. ხუდონზე, გასაგებია. $1.2 მილიარდი ინვესტიციაზე ვსაუბრობ ქვეყანაში. ეს ინვესტიცია გამოიწვევს, ციფრებში მინდა გადავიყვანო, ყოველ წელიწად მშენებლობის პერიოდში 4000 დასაქმებულიდან დაახლოებით 32 მილიონი ლარი შევა, როგორც საშემოსავლო გადასახადები ცენტრალურ ბიუჯეტში. ყოველ წელს უკაცრავად თქვენში გექნებათ ალბათ საშუალება რომ თქვენც თუმცა კვარტალში მხოლოდ აქციზური სიგარეტის აქციზიდან 25 მილიონი კვარტალში არის ჩვენი შეცდომაზე მერე არის ეს შემდეგ საშემოსავლო გადასახადის სახით მოგახსენით რომ ეს არის 20 მილიონი დოლარი და დაახლოებით 12 მილიონი ლარამდეა. ნუ შემდეგ ერთი წამით უნდა ვაცალოთ. ერთი წამით იტყვის ადამიანის ოპერირების შემდეგ 450 ადამიანი იქნება დასაქმებული და ეს არის დაახლოებით 5 მილიონი ლარამდე იქნება ალბათ სადღაც საშემოსავლო გადასახადები. ქონების გადასახადის სახით ეს წერია კანონებში შემობატონო. კანონში რომელიც მოითხოვს 20% გადასახადს. ვერსიაში წერია რომ საშემოსავლო გადასახადი იქნება 23 მილიონი ლარი. 23 მილიონი მე გულისხმობ ლარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ციფრებს გამოვეკიდებით, იმიტომ რომ არა, უკაცრავად თქვენ ეკიდებოდით. ერთი წუთი რა. მოდი ესე ვთქვა, 4000 დასაქმებული. ხო? რამდენ 20% გადაიხდიან თუ არა ისინი სახელმწიფო შემოსავლებიდან? კი თუ არა? კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ვიდეოთ ეხლა საშუალო ხელფასი რა იქნება, შეიძლება მიიღოს სხვა საშუალოზე გააკეთა გათვლა. თუ გაქვთ 50 წლის მანძილზე ეს ბიუჯეტში რამდენი დიახ, ამას გიყვებით თქვენ არ მისმენთ. დიახ. დათო მიკროფონთან თუ შეიძლება. ქონების გადასახადს ის გადაიხდეს ყოველ წელიწადს 1%. არ გვინდა ქონების გადასახადი, აი კლიანად ბიუჯეტში რამდენს მიიღებს აქედან სახელმწიფო. მოდით მე გეტყვი და თქვენ რასაც ვერ გიგეთ, მე მკითხეთ. აი უშუალოდ გაქვს ეს პასუხი, არა, კითხვა პასუხის რეჟიმი დავიწყოთ ძალიან. მე ვარ ოპონენტი თქვენი. თქვენ უნდა დაიცვათ, არა ეს პროექტი. რატო იცავთ ესეთ საკითხავია? თქვენ ერთი ოჯახი ვართო კითხვით შემოსვლისას. 20 მილიონი 1% ქონების გადასახადი შევა სვანეთის ბიუჯეტში ყოველ წელიწად მისი ოპერირების პერიოდში. შემდეგ 19 მილიონი დოლარი იქნება ხაზზე გადასახადი, რომელიც ენერგოტრანს გადაუხდის ის ელექტროენერგიის გატარებაში. მაგრამ ასევე საქართველოში დარჩება 1.1%-ით გაიზრდება ყოველ წელიწად მისი მშენებლობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა და მისი მშენებლობის შემდეგ 0.7%-ით გაიზრდება ეკონომიკა საქართველოში. ძნელი ამ ციფრების აქმა. მე ძნელია თქვენთან საუბარი, ჩემო ბატონო, რა თუ შეიძლება მათ ბატონოია, ფართო საზოგადოების შემდეგ უკაცრავად ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ აქ შეკითხვა ისმის ესე. თქვენ საუბრობთ იმ ციფრებზე, რომელიც პერიოდულად იცვლება. იმიტომ ხან ერთ-ერთში ერთი პიროვნება ამბობს ესე, მეორე მე სამწუხაროდ ეს ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი. ეს ყველაფერი უნდა იყოს დაწერილი და ჩვენ ჯერჯერობით ის დოკუმენტი, რომელშიც ეს წერია,
და დამტკიცებულია. არ გვინახავს. კარგი, სხვაგვარი გეტყვით ხალბატონინო, ქვეყანაში არსებობს თუ არა საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით. რა თქმა უნდა, მილიარდ 200 მაგრამ საიდან 20%? თუ სწორად გავიგე? ხელფასებიდან 20%. ხელფასების რაოდენობა უკვე ვიცით? და ეს ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ამაშია საქმე. შეიძლება სხვადასხვა დათვლით. ანუ 23 მილიონსაც ვარაუდობთ და არასწორად იყო, მაგრამ ეს არასოდეს არ იქნება 20 მილიონზე ნაკლები. მოდი ასე შევთანხმდეთ მაშინ. ეს მშენებლობის პერიოდში, მშენებლობის შემდეგ. მშენებლობის შემდეგ გიყვებით 5 მილიონამდე ანალოგიურად, რომ გამოვითვალოთ, რომ 450 ადამიანი მინიმუმ იმუშავებს, 1800 პროექტში ეწერა 200 კაცი. პროექტში 200. მოდით რა, ეხლა ეხლა რომელ ციფრებს დავეყროთ? რომელს და რომელიც იქნება ახალ გეზეშეში, ახალი გეზეში მზადდება. რა თქმა უნდა. სხვათა შორის, კაპიტან თავი თქვენ არ ვიცით ახალი გეზეში მზადდება? არ ვიცოდით, აქამდე ბოლო რატომ არ იცით კაპიტან? მე ეხლა მინდა გარემოს დაცვის სამინისტრომ გაუგზავნა შენიშვნები, თლიანად ახალი გეზეში მზადდება. სრულიად ახალი ციფრები იქნება იქ მოყვანილი იმ ახალი რეალობიდან. რაზე ვლაპარაკობთ? თქვენ საიდან თქვენ მეკითხებით, მე გეუბნებით. და თქვენ მეუბნებით საწერია, მე გეუბნებით ეს ეწერება გეზეშეში. ვაცადოთ ლაპარაკი ადამიანს გეხოცებით. შემდეგ კითხვაზე მიპასუხეთ. ჯამურად რა შემოვა საქართველოს ბიუჯეტში? მილიარდ 20 წლის განმავლობაში მილიარდი არის ამ პროექტის ფასი საერთო ჯამში. 20 წლის განმავლობაში. როგორ მანანა უნდა ვაცადოთ. ბატონი მირცხულავა ამბობს, რომ 20 წლის განმავლობაში 400 მილიონი შემოვა. ბატონი მირცხულავა ვკითხეთ თვითონ ბატონ მირცხულავას და მე რაც შეეხება ჩემს ციფრებს, ამას თქვენ ნახავთ გეზეშეში, ახალ გეზეშეში, რომელიც დაიდება. ბატონო გია, ბატონ გია არაბიძეს მინდა სიტყვაზე ძალიან რა. ჩვენ ეკონომიკურ ასპექტებზე საუბრობთ. თქვენ იანგარიშეთ დღევანდელი შეფასებით ეს მილიარდი რა იქნება? ანუ რა იქნება მილიარდი, რომელიც სახელმწიფოს შემოვა 20 წლის განმავლობაში, რა კითხვა ეს? კითხვა ის არის, ეს კითხვა მე გავიგე სხვათა შორის. დღევანდელი $1 არ უდრის 20 წლის მერე ერდობას. კი, აი ზუსტად ესე. ანუ net present value-ზე იძახით თქვენ, ხო? ხო ამაზე? დიახ ბატონო, აი ეს არ არის ნაანგარიშები არც ერთ თქვენს გათვლებში. ბატონო გია არაბიძეს მინდა სიტყვა. მე არ დამისწრობი ხო? გასაგებია, მაგრამ ეკონომიკის იქნება 1.1% ეკონომიკის ზრდა, როგორც მოგახსენებთ, შემებლობის პერიოდში, შემებლობის შემდეგ 0.7% ეკონომიკის ზრდა, ახალი ხაზების შემებლობის აუცილებლობა, რაც დამატებით გამოიწვევს დაახლოებით 200-დან 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციებს, იმიტომ რომ აუცილებელი იქნება ახალი ხაზების შემებლობა. გზაც არის ასაშენებელი ბატონო. გზაც არის, ეს პროექტში თვითონ შედის. ხო, ზოგადად, ანუ მოდი ესე დავსვათ კითხვა რა, მილიარდ დავანებოთ თავი, ჩვენ შეგვიძლია ციფრაზე რაღაცა ვიდაოთ იქ 5 მილიონით მეტი თუ ნაკლები, მაგრამ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჰიპოთეტურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ არ იცის, ვერავინ ვერცად გათვლას ვერ დადებს ახლა ზუსტ ციფრები და ამით მე ვიხსენებ. ეს არის ჰიპოთეტური. ეხლა გეკითხებით თქვენ, როგორც ეკონომისტ, მე გეკითხებით. მილიარდ 200 მილიონიანი ინვესტიცია საქართველოში. რა პრობლემას წარმოადგენს? რატო არ არის მისაღები თქვენთვის? კანონმდებლობა არ მოგწონთ? ანუ შემოსავლის გადასახადი არ მოგწონთ? ქონების გადასახადის რაოდენობა არ მოგწონთ? თუ რა არიყავით პირველ ნაწილში ამ გადაცემის, რა პრობლემებს იწვევს ეს? არა, ეს ხო გადავიდეთ. თქვენ გადაცალყავთ ეკონომისტი, მე გითხებით როგორც ეკონომისტი. არა, ეკონომისტები ყოველთვის ოპერირებენ. ხარჯები როგორია? მაშინ მითხარით როგორია ხარჯები? რა ღირს ის 15 კვადრატული კილომეტრი, რომელიც უნდა შეეწიროს ამ პროექტს. რა ღირს ის 4 კვადრატული მეტრი საფლავი, რომელიც უნდა დაინგრეს. თქვენ ახლა ეკონომისტებით არ საუბრობთ. როგორ არ საუბრობთ? არა, ეს ამაზე არ ემოციები. რა ღირს ის ნათქვების ბუნაგი, რომელიც უნდა განადგურდეს. რა ღირს ის ასწლოვანი ეკონომისტი არ ახლა. როგორ გეკადრება თქვენ თანამედროვე ეკონომიკაში? არა, შეფასებებისგან თამაშობთ, გეხვეწებით. ბატონო გია ძალიან თქო. ეკონომიკაში ბატონო დავით, ჩვენ ზოგადადაც ეს პოლიტიკა, რომელსაც ესენი ეწევიან, არის სუფთა მოძველებული 70 ანი წლებიდან დანახული, არ იცნობენ თანამედროვე მიდგომებს, არ იცნობენ თანამედროვე არც ეკონომიკას, არც ენერგეტიკის პოლიტიკას. თვითონ ბრძანებს გუშინდელ გამოსვლაში ბატონი, რომ პოლიტიკა ცალკეა, რეალობა ცალკეა. აი სწორედ ეს არის არარეალისტური პოლიტიკა, რასაც ესენი ეწევიან. გასაგებია, მე ბატონ გია არაბიძესთან გადავდივარ. პოლიტიკოსი, სოციოლოგი, მაგრამ არა ეკონომისტი. ბატონო იდე, მე ბატონ გიასთან გადავდივარ ხა არაბიძესთან და თქვენი არგუმენტები გვაინტერესებს და ასევე ბატონი ემზარის შემდეგ, აი ზუსტად როგორც ეკონომისტის არგუმენტები, ანუ
რა ფისკალური ეფექტი პირველ რიგში ბატონებო მოგესალმებით აქ დამცრე საზოგადოებას ტელემაყურებლებს ცოტა მძიმე ემოციურ ფონზე მიდის ჩვენი გადაცემა და ძალიან ძნელია ქალბატონის გამოსვლის შემდგომ პრაგმატულად ისაუბრო რაღაც საკითხებში იმიტომ რომ ძალიან მძიმე ფონით მივდივართ ეხლა თქვენ დამისვით მე ეკონომიკის საკითხი როცა ბატონი ემზარჯგერიანია გადაცემაში მე ჯობია რომ ბატონმა ემზარმა უნდა ისაუბროს და მე თუ ნებას მომცემ უფრო მის ტექნიკურ მხარეებზე მოგახსენებთ იმიტომ რომ უხერხულია ბატონი ემზარი იყოს და მე ეკონომიკაზე ვისაუბრო კი ბატონო არა მე აღნიშნე კიდევაც რომ ბატონი ემზარი აუცილებლად პირველი შეკითხვა ბატონო ემზარ თქვენთან მოამბეში წინა კვირას თქვენთან იყო ინტერვიუ ქალბატონ თამართან ერთად იყავით მოამბის სტუმრები ჩვენი გადაცემის საინფორმაციო გადაცემის სადაც თქვენ თქვით რომ საქართველოს და ჩემს შვილებს არ ექნება კარგი მომავალი თუ ჰუდო ჰესი არ აშენდება ეს საკმაოდ ისეთი განცხადება მოგესალმებით პირველ რიგში ხაიშელებს მივესალმები ბატონო ერთი წამით მე გთხოვეთ ყველას ყოველგვარი შეფასების ყოველგვარი რადიკალური გამოსვლების გარეშე ბატონო ემზარ მე ვისმენ თქვენ არგუმენტებს გთხოვთ ბატონო ემზარ გთხოვთ თუ შეიძლება ეკონომისტის არგუმენტი გვაინტერესებს მინდა გითხრათ რომ პირველ რიგში მე თვითონ ჩემი დედულით საბერიოდანა და კარგად ვიცი რას ნიშნავს საფლავი მეწყერს და წინდა უკან და სოფლები აღეგო მიწისგან პირისგან მე ვიცი დარბაზის დამოკიდებულება თუმცა ეს რეპლიკა არ წვენია ჩემთან დაკავშირებით ვერ მივხვდი რასთან იქნებ იმას გულისხმობდა ადამიანი რომ თქვენც იმ კუთხის შვილი ხართ და უფრო მეტად გულთან უნდა მიიტანოთ ეს ამბავი იქნება ამას გულისხმობდა და მეც არა მეგონია რომ ჩვენ ახლა აქ მოვედით იმიტომ რომ ვიმსჯელოთ კი ბატონო ზუსტად ამიტომ იმისა რომ დარბაზის 95% მოწინააღმდეგე ამ პროექტის ხალ შეიძლება ვერ გეტყვით თქვენ ნუ დავაკონკრეტებთ გეხვეწებით ეკონომიკური ასპექტები გვაინტერესებს ეს არ მეგონა რომ ჩემზე რაღაც ლანძღვა წამოვიდა და ვერ მივხვდი ვერაფერს მაგრამ თქვენი პოზიცია და აბსოლუტურად დაიცვა თქვენი პოზიცია მიხართ იმისა რომ მე ჯერა რომ თითოეულ ხაიშელთან უნდა მივიდეს პირველ რიგში პროექტის ავტორი და მთავრობაც კანონითაც ეს ევალებათ თითოეულ ხაიშელს უნდა დაელაპარაკონ და გაარკვიონ რა პრობლემა აქვს რა თქმა და აბსოლუტურად მიახლოებული ადეკვატური ნანაზღაურება უნდა შესთავაზონ თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს დარბაზში ცხადია ესე მოხდა იმ ბაბოჩების წაშესაფლავს ვერაფერი ვერ ანაზღაურებს გამორიცხულია ანალოგიურად მე არაერთხელ მოვისმინე ეკოლოგების დასკვნამასთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ აკლია პროექტს მე ჩემი ყურით რასაც გისმენთ მე რამდენჯერ ეკოლოგიურ ნაწილში გარკვეული მოთხოვნების და საკმაოდ დიდი მოთხოვნების გათვალისწინებთ მაქსიმალურად მივახლოვდნენ სრულად ამის ანაზღაურება როგორც მორალურად ისე სულიერად ისე ეკოლოგიურად შეუძლებელია და მუდმივად სამრეწველო რევოლუციას და სამრეწველო წინსვლას აბსოლუტურად ეწირება ქვეყნის ისტორიული ნაწილის სოციალური ნაწილის და ბუნებრივი ადამიანურიც. ღირს შეეხება ჩემს განცხადებას ვინაში ქალბატონ თამარს უთხარი რომ მას არ ქონდა ინფორმაცია მის შესახებ რომ საქართველოს რომ გაჯერებული ელექტროენერგიით ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია საკმაოდ დიდია დეფიციტი და გამოწვევა რომელიც არის ჩემი ქვეყნის წინაშე არის შემდეგი რომ დღეს აი ამ წუთის მდგომარეობით ერთულ მოსახლეზე დაახლოებით 0.7 ტონა პირობითი საწვავი მოდის საქართველოში. ნუ სოფლიოს ციფრი იცით როგორიც არის 1.5 საშუალოდ სოფლიოში და განვითარებულ ქვეყანას ევროპულ ქვეყანას ჭირდება 3 ტონა პირობითი საწვავი ერთულ მოსახლეს. ყოველწლიურად სოფლიო მონაცემებით 3%-ით იზრდება ენერგომოხმარება წლების განმავლობაში და 2020 წლისთვის გეომეტრიული არითმეტიკული პროგნოზით ჩვენ 30-32% გვექნება მოხმარების და ჩვენ ეკოლოგებს მაშინაც ვთხარით რომ საქართველოს ჭირდება აი ეს ელექტროენერგია რომ მან ერთულ მოსახლეზე $15,000-მდე აწიოს შემოსავალი და ელემენტარულად ნებისმიერმა ქართველმა იცხოვროს საშუალო თურქის დონეზე, საშუალო აღმოსავლეთ ევროპელის დონეზე 2020 წელს. აი ეს გამოწვევა რომ გადაწყვიტა საქართველოს ამაზეა ლაპარაკი და მე სიმართლე გითხრათ ვერ ხედავ რამე ესეთ გარდა დაუდევრობისა წინააღმდეგობას იმ შენიშვნების გათვალისწინებისა უმრავლესობის რა თქმა უნდა რაც აქ იყო გამოთქმული თუნდაც cash-flow-ს დაცვის კუთხით და თუნდაც ეკოლოგიური კუთხით რაც შეეხება cash-flow-ს რა თქმა უნდა ეს გასაწევი არა cash-flow-ს ვერ გაიგებს სამწუხაროდ ჩვენი მაყურებლის ალბათ 90%. ფულადი ნაკადების მოძრაობას რასაც დათოცხონდა აქ ლაპარაკით. გასაგებია ეს გასაგებია cash-flow ვიცით რაც თქვა შეიძლება აი ამ ეტაპზე რომ ენერგეტიკის ფულადი ნაკადების მოძრაობა
პირდაპირ მნიშვნელობით არ ითვლება პროექტზე ითვლება ენერგეტიკაში არ ითვლება ეს არის დაღლე ბანკი და მსგავსი იგივე საკვანძო დარგები ტექნიკური მონოპოლიები რომელსაც მოაქვს ეფექტი მეორადი და მესამედი ეფექტი ქვეყნისთვის შეიძლება პროექტის ფულადი ნაკადების მოძრაობას ეს ძალიან მარტივი გასათვლელია და გასაოცარია თუმცა ჯერ დათვლილი არ არის ამაზე ვერ გეტყვით მე ამის საქმის გულში არ არის ბატონ გია აღმოჩნდა რომ მაინც ენერგეტიკული მიმართულებით ვისაუბრეთ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ერთი წამით ბატონ დავით მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება არის თუ არა ენერგოდეფიციტი საქართველოში. მოგახსენებთ დიდი მადლობა. და შეიძლება თუ არა მისი ჩანაცვლება სხვა ჰესების რეაბილიტაციაზე. თუ არ შეტყობდებით შეგვიძლია და ამიტომ დიდი სიამოვნებით გესაუბრებით ამ საკითხზე. პირველ რიგში ბატონმა კაკომ დამსწრე საზოგადოებამ ცალსახად აღნიშნა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსათვის ჰიდროელექტროსადგურების, არა მარტო ჰიდროელექტროსადგურების, საერთოდ ელექტრული ენერგიისა. დიახ, დღეისათვის ჩვენ გვაქვს ელექტროენერგია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს შუქი ნათურაში და სახლში. ენერგეტიკა ძალიან მძიმე დღეშია დღეს. საკმარისია სუმცირე წინსვლა მოხდეს ეკონომიკისა, კატასტროფულ სიტუაციაში აღმოჩნდება ჩვენი ენერგეტიკა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ის რომ ჩვენ 24 საათიანი ელექტრომომარაგება გვაქვს, არ ნიშნავს მსაობას ეკონომიკისათვის საჭირო ენერგეტიკის განვითარებისათვის. ბატონო ემზარმა აღნიშნა და მინდა დაუდასტურო, რომ დაახლოებით 2025 წლისათვის ჩვენი მოხმარება თუ არავიდა 20-25 მილიარდ კილოვატ-საათამდე, მაშინ ჩათვალეთ, რომ დღევანდელი ეკონომიკური დღონე, დღევანდელი პენსია, დღევანდელი ხელფასი დარჩება ისე როგორც არის. არა მარტო დღევანდელზეა ლაპარაკი, შეიძლება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს ეკონომიკის წინსვლის გარეშეც გაჩნდეს დეფიციტი საქართველოს ენერგეტიკაში. განსაკუთრებით როდის? განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. სამწუხაროდ ჩვენ გვიხდება 400-500, აი 2012 წელს 600 მილიონი კილოვატ-საათი ვიყიდეთ რუსეთისაგან. გარწმუნებთ, რომ აი შეიძლება ამ ზამთარსაც კი 9.5 ცენტი გაგვიხადოს რუსეთმა კილოვატ-საათი. გადავამრავლოთ, მივიღოთ და რა ვნახოთ. რა არის ხუდონი? რა არის იგი ხუდონის წყალი ენგურში და შემდგომ ვარდნილებში? ეს არის ზამთრის პრობლემის მოხსნა. ძალიან სერიოზულად ზამთრის პრობლემის მოხსნა. ეხლა მოდი გავყვეთ, იმიტომ რომ არ ვიცი დრო როგორ აგვაქვს. იცით რა არის ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ამიტომ კონტრარგუმენტებით. შეკითხვა კი ბატონო ნინო, ერთი წამით პერიოდში, რასაც ხსნით, ეს არის ხო დღევანდელ სიტუაციაში ვიცით რომ პიკი არსებობს ზამთარში და რამდენიმე წლის წინ ქონდა პიკი ზაფხულში. იმიტომ რეალურად უნდა მოგვეხსნა იმიტომ რეალურად როგორც მე გავიგე ენერგეტიკოსებისგან ჭირდებოდა დამატებითი ელექტროენერგია. ეს ხო $10 ელექტრია უნდა შევისყიდოთ. ერთი წამით დათო. შეკითხვა, ეს ხო ძირითადად არის გათვლილი მოსახლეობის მოხმარებას. რათა? დღეისათვის ესეა, თქვენ ფიქრობთ? დღეს ხო ესეა. კი ბატონო, თქვენ გინდა თქვათ რომ 2025 წელს როგორც დღეს არის 65%. მე უბრალოდ გეკითხები. დღევანდელი სიტუაცია ესეა, 70% ეგრეთ წოდებული. მოსახლეობის გამო. გასაკვირველია. და ეს 6 მილიონი ჩვენ დავჭირდა მოსახლეობის. 600 მილიონი. ანუ რამდენი $? გამრავლეთ 6.9 გეტყვით დღეს უკვე ელემენტარულად გამრავლეთ 10 ცენტი თუ იქნება ეს არის 70 მილიონი $. აზრი არ დამთავრეთ. კი ბატონო დათო არ ესმის მაყურებელი რჩება აბსოლუტურად გაოცებული. დაანგარიშები მაქვს. თქვენ ლაპარაკობთ რაღაცა აბსტრაქტულ ზრდაზე. რატო გეუბნებით 600 მილიონი კილოვატ-საათი გამრავლეთ 9.15 ცენტზე? ხო და გეუბნებით არის 70 მილიონი. გამრავლეთ 5 მილიონი მოსახლეობაზე და რამდენია? მითხარით, რამდენი წელიწადში უწევს რამდენი გახადეთ 70 მილიონს იხდის სახელმწიფო ყოველ წელს რა რატო ილია ერთი რამ აინტერესებს 70 მილიონს სახელმწიფო ხაზინიდან იხდის რუსეთში როგორ გეკადრებათ ეს კარგი აბა ვინ იხდის მოსახლეობა იხდის როგორ გეკადრებათ სახელმწიფო იხდის თავის ხაზინიდან რას ლაპარაკობთ საიდან იხდის მოსახლეობა თქვენ უხდით რუსეთს რას ლაპარაკობთ თქვენ უხდით რუსეთს ფულს ეს გინდა თქვა თქვენ უხდით ფულს თქვენ უხდით აბა ვინ უხდით თქვენ არ უხდით 9 და 5 ცენტი ეს არის 20 თეთრი და ტარიფია 14 თეთრი რანაირად მაპატია გუდოჰესის ესაც დამამთავრეთ მოდი ალტერნატივა ერთი წამიდან ალტერნატივაზე მესამე განყოფილებაში საუბრობთ მაშინ ერთი შეიძლება თუ არა აი ამ პროექტის შეცვლა ერთი წამით ჩვენ არ ვაცვლით ერთმანეთს საუბარს და მაყურებელი სრულიად გაოგნებული გვიყურებს ახლა დარწმუნებული ვარ დაამთავრეთ ბატონო დავამთავრეთ ბატონო ეხლა
რა ქვია, საუბრობდი შესაძლებელია თუ არა ალტერნატივები შემდგომ გადაცემაში იქნება. ეხლა პროექტის გადაცემაში არა, ზუსტად 15 წუთში. პროექტის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტი გაიარეს კომუნისტებმა და არაკომუნისტებმა, ჰოლანდიელებმა და არაჰოლანდიელებმა, შტუკმა და არაშტუკმა. ჩვენ ძალიან კარგად წავიკითხეთ ყველა პრობლემები, რაც მათ ჩამოთვალეს და ძალიან კარგად ქალბატონებმა კარგად მიანიშნეს რა პრობლემებიც ჰქონდათ. მაგრამ არც ერთს არ დაუწერია რომ პროექტის ტექნიკური მხარე არის ცუდი. პროექტი უნდა გაკეთდეს იქ, სადაც კეთდება, იმდენი, რამდენიც კეთდება. არც ერთ ტექნიკურ ექსპერტს არ მიუწია შენიშვნა ჩვენთვის, რომ აუწიე, ჩაუწიე და კი ბატონო, ქალბატონი თამუნა შარაშიძე, გარემოს დაცვის სამინისტროდან დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 100 შენიშვნა გავეცით, მე სიტყვით წავიკითხე ქალბატონი ხათუნა გოგალაძის ეს ინტერვიუ 100 შენიშვნას არ ნიშნავს რომ პროექტში შენიშვნაა შეტანილი. ეს ნიშნავს რომ პროექტი არ ვარგა, ხომ არაფერი მეშლება. 100 შენიშვნა, ეს ნიშნავს რომ პროექტი თავიდან არის დასაწერი. რა შემთხვევაში გასცემთ დასტურს იმაზე რომ ფუდონჰესი აშენდეს? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. იმ შემთხვევაში გაიცემა დასკვნა, ეს კანონით არის დარეგულირებული და ვინაიდანაც საჯარო მომხელე ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი იყო წინასწარი განხილვის მიზნით. სამინისტრომ თავისი რესურსით ჩაუტარა განხილვა ამ დოკუმენტს და გაიცა უკვე მეორეჯერ მინდა გითხრათ, იმიტომ პირველად დაიწყო 2012 წელს ამ ხუთონის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე საუბარი. მაშინაც იყო ძალიან ბევრი შენიშვნები და ამ ეტაპზეც საკმაოდ ვრცელი შენიშვნები მომზადდა გარემოს დაცვის სამინისტროდან და გაიგზავნა კომპანიასთან. მეორე ეტაპი, რაც მას აქვს შესასრულებელი, ეს არის, რომ უკვე უნდა წარმოადგინოს ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე. რა თქმა უნდა, ის შენიშვნები უნდა იყოს გათვალისწინებული, რა თქმა უნდა იყოს ჩატარებული ის კვლევები, რაც სამინისტრომ დაადგინა რომ აუცილებელია მისი განხორციელება. ასევე ჰოლანდიური ჯგუფი ჯგუფის რეკომენდაციები და შენიშვნები და უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზაზე. ეს როდის უნდა მოხდეს? არსებობს თუ არა გარკვეული დედლაინი რომ აი ამ პერიოდისთვის ეს უნდა იყოს წარმოდგენილი, იმიტომ რომ მე ისევ მარტის თემას ვუბრუნდები, როცა საუბარია რომ მარტში უნდა დაიწყოს მშენებლობა. გასაგებია რომ ეს დოკუმენტი უნდა არსებობდეს ყველაზე ცოტა 6 თვით ადრე არ ვარ მართალი. მან უნდა იყოს მშენებლობის ნებართვა. დავიწყებ აქედან, ალბათ სასურველი იქნებოდა თუ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც იქნებოდა, იმიტომ მათ აქვს 3 ეტაპი. პირველი ეტაპი არის მიწის სამშენებლოდ გამოყენების ეტაპი. ანუ მან თუ ეს პირველი ეტაპი ვერ გაიარა ეკონომიკის სამინისტროში, შესაბამისად ვერ დაადგინა ის მიწის ვერ მოხდა მიწების იდენტიფიცირება და ეკონომიკის სამინისტროდან თანხმობა არ მიეცა მას პირველი ეტაპის დასრულებაზე. მეორე ეტაპზე, რომელიც არის პროექტის ექსპერტიზა და კანონმდებლობით ერთვება გარემოს დაცვის სამინისტრო და უტარებს ეკოლოგიურ ექსპერტიზას, შესაბამისად დოკუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი. თუ ეს არ მოესწრო, როგორც თვითონ იძახიან და ხელშეკრულებით არის განსაზღვრული მარტამდე და რაშიც ეჭვი მეპარება, ეს ჩემი პირადი მოსაზრება, იმიტომ რომ შენიშვნები არის, იცით როგორი ხასიათის, რომ ერთ თვეში და ორ თვეში წარმოუდგენელია მისი შესრულება. ჩვენ ვითხოვეთ კვლევები. ეს იქნებოდა ტყის კუთხით, ჰიდროლოგიის კუთხით, სოციალური კვლევის ეკონომიკური ხარჯების და ზემოქმედების კუთხით, ყველაფერი, ანუ იგივე ენგურჰეს მშენებლობამ და შემდგომა ექსპლუატაციამ რაზე გავლენა მოახდინა იმ რეგიონზე, ის უნდა იყოს დღესაც შეფასებული ამ დოკუმენტშივე და ისიც დამატებით ეს ახალი ენგურის წყალსაცავი რაზე გავლენას მოახდენს. ეს მცირე გითხარით, მაგრამ ძალიან ვრცელი იყო თვითონ შენიშვნები გეოლოგიური კუთხითაც, ბიომრავალფეროვნების კუთხითაც და ასევე სოციალურ-ეკონომიკური ტექნიკური კუთხით 702 უნდა იყოს თუ 700 მეგავატი. ტექნიკური კუთხით გეტყვით, მე იმიტომ თქვი, რომ ეკონომიკის სამინისტროს გადის და უტარებს პროექტის ექსპერტიზას, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა თქვას 702 მეგავატის სიმძლავრის და 200 მეტრიანი კაშხლის მშენებლობა შეიძლება თუ არა იმ პირობებში რა გეოლოგიური მდგომარეობაც დღეს არის. დასკვნაში ამის შესახებ წერია რომ არ შეიძლება?
რომელ დასკვნაში? ნებად გეზეში რაც გააკეთეს, ნებად ჰოლანდიელებმა ნებად შტუკმა. გეზეში გაკეთებული არის თვითონ კომპანიის მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ იმ პირობებში 200 მეტრიანი კაშხლის მშენებლობა არის შესაძლებელი. მაგრამ ეს უკვე ექსპერტმა უნდა თქვას, რა კუთხით შეიძლება 200 მეტრიანი კაშხლის მშენებლობა და რა კუთხით არა. ეს არის პროექტის ექსპერტიზის ეტაპი. დავასრულებ, რომ ძალიან თქო 6 წუთი დაგვრჩა და კიდევ 3 აი ძალიან დეტალებში ნუწავალთ და ზოგადად თქვა. ანუ პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. აქ ისეა დახატული სიტუაცია, თითქოს ხუდონჰესის აშენების გარეშე დაინგრევა საქართველოს ეკონომიკა, ენერგეტიკა და ყველაფერი. რატო არ ვლაპარაკობთ, რომ არსებობს ალტერნატივები? არსებობს ალტერნატივები და ამაზე არ საუბრობთ. აი ალტერნატივები ზუსტად ბატონო ბახტოლიძეს ვთხოვთ. ბატონო ძალიან გითხრათ. მრავალი სხვა გზა არსებობს. დაწყებული იმპორტიდან დამთავრებული მზის ენერგიის გამოყენებამდე. სად არის ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია? სად არის ეს კონცეფცია? აი შეგიძლიათ ამეხსნათ იმპორტი რა ალტერნატივაა? ეს უკვე გვაქვს. არ არის, როდესაც ჩვენ საქართველოს იმპორტს აკეთებს ყველა სტრატეგიული პროდუქტის დაწყებული პურიდან დამთავრებული შაქრით ყველაფრის იმპორტს ვაკეთებ. განსაცმელი ტექნოლოგიები. რატო არ შეიძლება 10% იმპორტი გავაკეთოთ? ძალიან გთხოვთ რა. ელექტროენერგიის ალტერნატივაზე როცა საუბრობთ, მე ძალიან მინდა 10%-ით ხარა გადაიქცეო 50%-ზე. რატო უნდა გააკეთო იმპორტი თუ შეგიძლია ექსპორტი გააკეთო, კაცო. ამის ახსნაზე ამის ბატონო სიმონ როგორ შეიძლება ამას ლაპარაკი? ჩვენი ქვეყანა უკვე მუშაობს, ჩვენი სრულად განწყობილი ქვეყნების ეკონომიკაზე, იმით რომ ყიდულობთ იქ დამზადებულ პროდუქციას. მაშინ როცა შეგვიძლია ჩვენ ვაწარმოოთ და იქით გავყიდოთ. ამაზეა ლაპარაკი ხალხო? მაშინ როცა აგერ თურქეთი ყავს 50 ფასად უნდა აწარმოო, რის ფასად დაითვალა ვინმე? ინჟინერმა ილაპარაკოს ამაზე ჯერ გადაწყდეს სქემა, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ მაგალითად და არსებობს სქემა, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ არის შორის. 2020 წელს მე მივიღე სამინისტროსაგან თხოვნა ჰიდროტექნიკური განყოფილების უფროსი ვიყავი, მაშინ რომ წარმოადგინეთ დიდი პროექტები, რომლებსაც ჩვენი მინისტრი გაიტანს ევროპაში და ბრიუსელში გააკეთეს პრეზენტაცია ჩვენი დარგის. თუ გადავხედეთ სპეციალისტებს. ერთი წუთი გვაქვს ბატონო სიმონ, ჩქარა უნდა ვთქვა. რატომ გაკეთეთ ეს ალტერნატივა? მივცეთ იგივე პროექტი, რომელიც 80-იან წლებში გაკეთდა რუსეთის დროს, თუ რამე ახალი გაკეთება შეგვიძლია. მით უმეტეს რუსეთში უკვე იმდროინდელი პროექტები გადახედილი იქნა და იმენ ადამიანების გადასახლების შემცირების თვალსაზრისით შეიცვალა პროექტები. 1400 მეგავატიანი ჰესი ვოლგაზე დავიდა 800 მეგავატზე. დიდი ჰესი ციმბირის შესაშენებელი ევენკების გადასახლების თავიდან ნაწილების მიზნით ასევე იქნა კორექტირებული. მოდი ჩვენს ვთქვით, ხوار შევთავაზოთ ახალი ვარიანტი. შევთავაზეთ ახალი ვარიანტი, მაგრამ სამწუხაროდ 20 წელიწადია რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანამ ვერ მოიცალა ეკონომიკისთვის. ყოველთვის არის პოლიტიკური დაძაბულობა ესეთი, რომ ჯერ ეკონომიკისთვის ვერ მოიცალა ვერავინ და დღეს როცა პრემიერმა განაცხადა, რომ ანუ ეს არის მეორე ვარიანტი, როცა არ იტბორება სოფელ ხაიში. არ იტბორება და თანაც პრემიერმა განაცხადა დავალება გასცა უფროსწორად 2 მაისის მთავრობის ცნობაზე, რომ დამითვალეთ რა გამოვა ხაიშის დატბორვის გარეშე და ხაიშის დატბორვით. მოდი დაგვეთვალა ეხლა. აი რა არის ეს ასახსნელი? ახალი ვარიანტი გულისხმობს წყალსაცავის გადატანას ზემოთ ენგურის ძალიან ვიწრო ხეობაში, სადაც არის შესაძლებლობა ერთი თვალის გადავლებით და სხვათა შორის 5 დიდი ფირმის წარმომადგენელი სპეციალისტი ყავდა იქ. აქ შეიძლება აშენდეს ძალიან კარგი კაშხალი ერთი თვალის გადავლებით. დანარჩენი ბრძანა დასკვნის სახით საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა ინსტიტუტმა, რომ ეს არის საინტერესო პროექტი და საჭიროების დეტალური გამოკვლევა. 2008 წელს შტუკემ მოიწვია სპეციალისტი ავსტრიიდან, დავჯექით შვეიცარიიდან უკაცრავად, ბატონი გიამაჭარაძე ალბათ ისწორს ბევრი ეს მოწვეული კაცი და განვიხილეთ 5 შესაძლო ვარიანტი. რა შეიძლება აშენდეს აქ? ბატონო გია თქვენ მინდა გიპასუხოთ, რომ არავის სხვა რამე არ უთქვამს. გამოვიდა ესე იგი 25 კითხვიანი 25 კითხვით შეფასდა თითოეული ვარიანტი. 125 კითხვას გაეცა პასუხი და შეჯამდა ეს ავტომატურად. გამოვიდა ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ხაიშის დატბორვის გარეშე. და ეს ვარიანტი დაიდო და მეორე დღეს მოვიდა ჩემთან შტუკის დირექტორი საქართველოს განყოფილებისა ბატონი ფიქლი და მითხრა რომ ეხლა ეს ვარიანტი იყოს შენი, თქვენი იქნები ჩვენი თანამშრომელი, გადაგიხდით და ასე შემდეგ. ეს არ არის პრობლემა რომ ყველაფერი დაივიწყა. ძალიან გაკურებული ვარ. ერთი წამით მე მინდა იმით რომ თქვენ ეს ალტერნატივა გამოიტანეთ, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე განხილვები ქონდა საკმაოდ საფუძვლიანი და ჩემი თხოვნა იყო რომ ეს უფრო მეტად განგვეხილა და უშუალოდ სამომავლოდ ვიდრე ესე მაგრამ ჩანსი რომ ეს განიხილოთ შეუძლებელია ეს სამწუხაროდ ჩვენ დრო აღარ გვაქვს შეუძლებელია და რატო გეტყვი არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული მაგ ტერიტორიაზე იცით ხომ მინიმუმ 3 წელი დაჭირდება არა 5 ჰესი ზემოთ ეს არის ზოგადი კვლევა და დეტალური არა ხაიში ჰესისთვის
ხაიში ჰესზე არანაირი კვლევა ჩატარებული არ არის, ეს ერთი. მეორე, თქვენ ამას ააშენებთ, თუ კი თქვენ ამას ააშენებთ 700 მეგავატს, რომელიც ახლა არის, თქვენ კარგავ და თქვენ მზად ხართ ამისთვის? მე მგონი. სამწუხაროდ დრო. ძალიან დიდი მადლობა. მე მეგონა რომ ერთი წამით მე მეგონა ალტერნატიული ვარიანტი თქვენთვის იქნებოდა მისაღები, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რომ პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის, კეთილდღეობაზე უნდა ვიფიქროთ, ამაზე შევთანხმდეთ. შესაბამისად, თუ არსებობს ჩვენ დაუბრუნდებით ამ თემას, ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი ბოდიში რომ ყველას ვერ მოგეცით დღეს ასევე სიტყვა, იმიტომ რომ სოციალური თემა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ჩვენ ვამთავრებთ დღევანდელ ეთერს და აუცილებლად შევხვდებით მომავალ შაბათს არანაკლებ საინტერესო თემით. მადლობა.